გაუმარჯოს მაყურებელს, მოგესალმებით, მისაყოლებელი პოდკასტი ისევ გაუმარჯოს. და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ყველაზე საყვარელი და ფუმფულა იუთუბერი, ჩემს მერე, ალექსა ცაგნიძე. კეთილი იყო შენი მობრძანება. მადლობა ხალხში ვარ დღეს მე. ხო. იდეალური ის არის, რა ქვია, ჩემთვის, გარემო. ლუდი ჩიპსი და ძალიან კარგი ადამიანები და მიკროფონი სადაც შემიძლია ვისაუბრო. გენაცვალე ძმაო, დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. ლუდი ჩიპსზე მოგახსენებთ რომ ეს არის ლუდისა ჩვენი წარმდგენი და ლუდი კიდე ბავარია, ჩვენი მეგობარი ლუდი და გემრიელად მიირთვით ერთიც და მეორეც. ხო, სხვათა შორის არც ერთ ვარიანტში არ მოგერიდოს ეს ყველაფერი ნებადართულია ჩვენს პოდკასტზე. მაგიტომ ვარ აქ. ხო, მოყევი ახლა ის. რო არ გეცალა თავიდან. არ მეცალა თავიდან და მე ვნახე. გუშინ წინ ცოტნე ურეკავს ალექსას რომ ორშაბათს თუ შეგიძლია პოდკასტზე. გუშინ არა, გუშინ წინ არ იყო, ხო, გუშინ. ნუ ალექსა უნებრა არა ვანცალია ორშაბათს რაღაც რა და ჩვენ დასვლები ვიყავთ, ჩამოვიდა ამას ძინავს, ამას დაურეკე ალბათ თავიდან. ამას დაურეკე და არა. ალექსა მირეკავს, მეთქი ამას ვარცალია. ალექსა გუნდიშო, ბიჭო, ის ნახეო თქვენი ბოლო გადაცემაა და ჩავახასტაიტად ლუცოდითო და სალიაო. ლუდი დარჩაო. ლუდი გაიჩიტაო და მოვიცალეო. ჯიგარი ხარ გასწორე. კი, რა თქმა უნდა. პირიქით გვიხარია ძმაო. მეც მიხარია, ვნახე სხვათა შორის ძალიან კარგი ის იყო. ძალიან კარგი პროექტია. უღრმეს მადლობა. და პროექტს ნუ ეძახი მწყინს. არ უნდა დაეძახო პროექტს. ხო, პროექტებს რა შეიძლება? თიქცვის. ის მაინტერესებს რა ქვია. რაღაც სამი თვეა უკვე ველდანი დაპაუზებულია და გეტყვით რაში არის საქმე? ანუ გადაბარგება გქონდა დიდი, ძალიან დიდი გადაბარგება გქონდა ახალ ადგილას ახალ ლოკაციაზე გადავედით, შესაბამისი რაღაცეების მოწყობას, რემონტებას, გადაკეთებას, დეკორაციის აწყობას და ასე შემდეგ დრო დაჭირდა. ეს ყველაფერი ჩვენ ვქენით, ჩვენი ძალებით, ჩვენი რესურსით. და შესაბამისად იმაზე მეტი დრო დაჭირდა. ანუ ის მუშები რო ხო იცი დასავლეთში ვიღაცა მართალი ყოფილა, ანუ კი არ წელავ დროს მართლა ეგრე ჭირდება თორემ დრო ჭირდება გაგეცემა. მაგათი ბრალი არ ყოფილა. და მოკლედ ძალიან მალე ახალი პროექტებით გავეშვებით, სადაც აუცილებლად დაგპატიჟებთ, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად პირველივეში ვის თუ არა ოქტოპუსის ჩვენს ძმებს ვეძახით ხოლმე. სამარილესია. თქვენი აქ სამარილი. სამარილი. ხო და შესაბამისად ძალიან მალე გავეშვებით ძალიან კარგი პროექტებით. იმედი მაქვს. ძალიან კარგი, მე გულშემატკივრო ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ ყველანი, ვინც ხართ შემოქმედებითი ჯგუფი და ძალიან მომწონდა თქვენი პროექტები და ნუ იმედია რომ გააგრძელებთ კიდე, იმიტომ რომ ნამდვილად საჭირო ხალხი. გუნდი შარყოლია მე მგონი ჯერ. არა, არ მოვედი. არ მოხვედი? არ მოვიდა. ერთხელ ის რაღაცა მიდიოდი შენ. პარუნა მითხრა და მე და შენ და ტატო რომ მოხვიდეთ ის ტელეფონში მგონი და მეც არ ვიყავი და ტატოც არ იყო დაჟე მაგ დროს. კი. ხო და ტატო არ გინდა, მე და გუნდი შევხვდით და ჩვენ მოვა. კი ბატონო. გუნდსაც წამოვიღებ თუ გინდა. სხვათა შორის უგემრიელესი ლუდი რომ მოხალთ მე. სპონსორიც შემოგებლოთ შევით. რატო არ გადაიღეთ რემონტის პერიოდი? მე კაი კონტენტია, მე მომწონს ძალიან. რემონტი ის. სახლი ვიყიდე. სხვა რემონტირებინე. მეც მომწონს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ანუ TikTok-ზე ან სადმე სოციალურ ქსელში რომ ხდება ტიპი რომ რაღაცას ან დაჟანგებულ რაღაცას რო იღოთ ასუფთავებს, ბიჭო, არ ვიცი ამ ვიდეოს რა ისაა აქ. მე მუშაობდი. ანუ გამაგონოზი მეც ხალიჩების გარეცხოს უყურებ ჩემ TikTok-ზე რომ შეხვდე მეტი არაფერი არ არის, ანუ ძალიან ბიზურ ხალიჩას რო იღება, ხო იცი და მიკი მაუსი რო ახატია. როზი ხარცი გაშტა და 40 ბიჭო, მაგრამ ხო გაქვს მწვანე რაღაცას რო ასხამენ ძალიან ცოტას და არ რო ხამდება. ხამდება არ ქვია ის რაღაც სატრიალებელი რო არ გვალი და ეს რო ატრიალებენ. სატანა რო ამოყავს ნოხიდან, ხო იცი რაღაც დიდი მწვანე რაღაცა. გაკლიას ბიზია თქვენ ორივეს მაგას უყურებ და კარგად არ მეტყველებს. ან ეგ მაგრამ მე ის იმებს უყურებ ხოლმე რა, თუ მიყურებია ძველი მოტოციკლეტების განახლებას. არა, ის რაღაცა რო არის, აი 50 მეორე მსოფლიო ომის დროს რო ვიღაც ჩუვაკი გადაარჩინა მარლი, რაღაცა ნაწილის მოხსნა და წყალში რო აგდებენ და ხო, აი რაღაცა, მაგ მიყურებიან. ხალიჩების რეცხას ვერ უყურებ აი ერთ უყურე და დამიჯერე. არა, ამარაზე იწუწუნა ერთხელ იცი? რაღაც ეგეობას გაიქცევთ ხა
დარწმუნებული ვარ არასწორად მოყვება მაგასაც. დაუშვი. ცოტნე უყურებს რაღაც ვიდეოს ეგეც რა და ამის დედატრე მე არ უნდა მქონდეს ეს და რაზე არის საუბარი ეს პრესზე. ამის პრესი არა ხდება საპრესი მაგასაც არ არის მაგასაც. ეგ იყო იმას რასაც იყო. მე არ უნდა მქონდეს ეს რაღაცებს რო ასხრავენ და ხეთქავენ. ხო, მაგაზე ამოდა არ უნდა მქონდეს. ანუ ოცნება ეს პრეს ჯობია, ჩემი. რომ მქონდეს. მაგ პრეს რო უყურებ რა და რაღაცა ნიფთები რა არის რომ არ ტყდება რა და ხო, რო აწუხო არ გატყდა. რაღაცა ისეთი რეაქციები მაქვს ხოლმე რომ მაგას ფოთაშორის, მაგრამ გამქონოდა ეგეთი სამქონია. პრესი რო ქონოდა. ეგ პრესი რომ ქონოდა. ის შენ ერთი პერიოდი სერიოზულად იყავი განწყობილი იმაზე რა ქვია. პრესის მიმართ. პრესზე კონდა პრეტენზია და როგორ მიდის მაგის ამბები? ცუდად. არა. ძალიან ცუდად. ძალიან გამოგიწევი და ცუდად მიდის, ეს ჩემი ბრალია რა თქმა უნდა. თავიდან ბოლომდე ჩემი ბრალი და გემრიელის იმ რეჟიმის ბრალია, რომ რა რეჟიმშიც, ანუ გიწევს რა. იქ ბიჭო ზელა რომ მაგრამ მაშინაც იგივე რეჟიმში ვიყავ, მაიცა. იგივე რეჟიმში იყავი. იქ რა ქვია, ხანსად ხვდებოდა, ხანსად წრეებს ურტყევდა ნახევარ თბილისს. რაღაცა იმას ვნახე. ვაჟაზე რომელიღაც საშაურმესთან მე რა თქმა უნდა შაურმესთან ვიყავი. ეს მეთქე მე და ალექსა ხა ერთად შაურმებს გადავიკეცავთ. არა, ხა ერთი 5 კილომეტრი უნდა ვიარო და ხედა. ბიჭო არა, საო. მეთქი რა. რეკორდი მქონდა 70 რა. კილომეტრი მართლა. ოღონდ ეს ეგრევე 70 კი არა დავიწყე 5 მერე 7 მერე ასე ნელა ვზარდებ და ერთ დღესაც დილის 7 საათს ავდექი წავედი და საღამოთი ჩამოვედი და რო ვნახე იყო 70 კილომეტრი. ატრაკე ბიჭო ერთ დღეში გაიარა 70. ხო, ერთ დღეში გავიარე 70 კილომეტრი და ანუ ბიჭო ანუ თან დამეძინა ანუ რეჟიმში ვიყავი რა მაშინ არაფერს არ ვსვამდი, არაფერს არ ჭამდი ისეც რაც წონასთან ხო ცხოვრობდი მოკლედ დეპრესიაში. მოდი შენ მე მითხარი რომელი ჯობდა ეხა. ეს ჯობდა. ამა გაიმარჯვა და საბოლოო ჯამში ეს ჯობდა. ხო და შესაბამისად ძალიან აყრიბე ბიჭო, ძალიან ბევრი დავიკელი, ანუ 129 კილოდან 98-ზე ჩამოვედი. და მე ბარსელონა მომიღო ბოლო ბურგერი ჩაერია. საქმეში და ხო იცი 3-4 და მე უკვე შენ ხო ისეც ბარსას ვალიში კი ხარ? ნუ აბა რეალის რეალის ვალიში კი ხარ? შენ რეალის ვალიში. მეც ვიცი რომ რეალისა. არ მახსოვდა. აბა ბოლო მომიღო, უცებ წავედი რომ დეპრესია დაიწყო ბოლო მოვლენებზე და ეხა მოუღო ბოლო შენ მაგას გულისხმობდი არა. ხო და აი ბიჭო, თან მე მაგ ვარ ცოტა პრეტენზიული, ანუ ყვების ამბავში ხალხს ვერ ვჭამ, ანუ ვერანაირ აგრეგატულ მდგომარეობაში ვერც თხევაც, ვერც რაღაცა კუბიკს, ვერანაირ ხალხს ვერ ვჭამ, ვერც ცოცხალს, ვერც მოხარშულ შემწვარს, ანუ ვერ ვჭამ და შესაბამისად წვნიანი ვარდება. ამ ჩემს გამოახლა რაღაცა ხახვიანს, უხახო რაღაცას სახში თუ გააკეთებს დედაჩი. შესაბამისად სამსახურში რო ხარ გიწევს ცომეული. ძირითადად ხო ანუ რა უნდა ჭამოს ხო. ვაი, აი სხვა რა არის. რა დარჩა ეხა რომ ცომეულის გარდა აჯაბური. ანუ ხახვი რო არა აქვს რა ხახვი რო. ცომეულს ჭამს და თავი შემოწოდა. ვაი, საცხალი მე. და აი ვარ ხევა და კიდე არის რაღაცეები, რაზეც საუბარი არ მინდა. ძალიან გემრიელი ლუდია სხვათა შორის. უღლმესი მადლობა. ლუდი გამომარჯოს. ლუდი ვინც პირველად შექმნა იმ ადამიანს გამომარჯოს. აუ, ბაზარია. მაგაზე არ არის სექსადღეძლო არასოდეს. იცი ვინ შეიძლება იქნება შეიძლება ცნობილი ამბავიც იყოს. ბიჭო არ ლუდი ძალიან დიდი ხანია იხარშება სოფელოს გარშემო. ჯონ ლუდი ყველაფერი ჯონ ლუდი? არის ოდი. სადაური იყო ეგ. გეუნება თვითონ სიტყვა. ჯონ ლუდი. ჯონ ვიკი და ჯონ ლუდი ორი კაცი. ის რა ქვია, რის თქმა მინდოდა? დიახ. რის თქმა მინდოდა? რაღაც თქმა. გამიკვირდა ხახვის თემაში ის ვიკენდიაში ვიყავიო დღეს რომ ხახვის გარეშე. არის ვარიანტი ზემოდან არ მოაყარო? აუ არ და მაგრა უხდებოდა. ხო, მაგრამ მე ანუ მე მაქვს ვერ ვჭამ რა, ანუ მართლა არ ვიცი საიდან მაქვს ეს ზიზღი ამ პროდუქტის მიმართ, მაგრამ სტენდაფი ვნახე ერთი ხავსე იყო. ძალიან ღადაობა ამბავი მოყვა ტიპმა, რომ ანუ ტიპმა იპოვაო, ანუ კაცობრიო ადამიანმა იპოვა პროდუქტი, რომელიც გაფრთხნა იტირა და მოდი ესო საყვების 85%-ში უქნათო რა, ანუ შენ მაგარ რაღაცებს ხალიჩების რეც ხვალ და ხახვებზე უყურებს რაღაცა. საყვარელი წიგნი ჩიპოლინო ხო? ჩიპოლინოში ბათუმში ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში და მეთქი ოჯახური, მეთქი თუ შეიძლება რომ ხახვის გარეშე იყოს მეთქი რა. და ეთქობა ძალიან ბევრი ხალხი იყო და გადავეწდა და მომიტანა ანუ
ხახვი იყო ერთ კარტოფილთან და ხორცთან ერთად. სულ ხახვი იყო რა. ხო და მეთქი ერთ წუთი მეთქი მეგობარო ანუ კი რაღაცა ის კი არ მეთქი ანუ იმიტომ კი რაღაცა ვერ ჭამ. ანუ შევხვდები უი ბოდიშო წაიღო ამოკრიფა ხახვები და მომიტანა ძალიან ცოტა ოჯახური აი ძალიან ცოტა იყო და კეცო მადლობა ვეთქი რა პროსტა ზიზღი გავს რაღაცა ბიჭო არ ვიცი რა მოხს ანუ ვერ ჭამ ალერგიას გაძლევს თუ აი ხა ეს რო იმას ჩავაგდო ეგ არა მაგრამ კიდევ გახურით ეს ჩავაგდია ისე თუ პირველი სულობა იყო მაგრამ ამის მერე ბევრჯერ მიდოდა სადღაც 221 გადაცემაში მივედი მაგრამ მაგ TikTok-ებსაც უყურებ აუ ეს ათობით რო სხიდან ხოლმე და რაღაცა ხო აი ეს ნერვოზი მომავალ თქვენ არა გაქვთ რაღაც საკვებთან რაღაცა კონკრეტულ რაღაცის მიმართ მაინც საჭმელს ამას ქიშმიში რომ მიედო შეიძლება მოკვდეს და ანუ ძალიან ხარეს ვერ ჭამ რა ანუ მე როგორც მისაღების მიმართ შენ არა გაქვს არაფერზე აუ რა კაი კაცია მე დალევა ჭამა რავი კიდე ბიჭო ანუ რაღაც კერძები არის მაგალითად მევასება და რაც მეტად ხო მეც მაქვს მაგრამ ანუ ხახვის მიმართ ქიშმიში არის რასაც იმენა ვერ ჭამ no ქიშმიში იმენა აი შანსია რა საიდანა ქიშმიში არ პირველად გავიგე ყველაზე გემრიელი რაც იყო შეგნით ამოიღეს და ღვინის ბოთლში ვიცი რატო არ ურძენ სვავს რატო არ უყვარს იცი რატო არ უყვარს ქიშმიში ეს არის გაფუჭებული ვაზის მარცვალი და ღვინო თუ არ აქციეს სო რაც იყო შეგნით საინტერესო აღარ არის შეგნით შენთვის მორჩა ის დალეული გაგვყვე ანი რა ჯანდაბად მინდა შეშო ისიც დაჟე ჭაჭაშის უნდა გადაკეთდეს და ანუ ჩათვალე აფუჭებული ჭაჭა არ შეჭება რა არის არის პროდუქტი ქიშმიში რა არ გიჭამი არაზრს შესაბამისად მიჭამია მიცდია ზოგადად ეგ ვარ რა კერძებთან აკავშირებით რომ აი ახ მაგალითად ზეთისხილი არ მომწონს დიდად მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ შევჭამო იქნება გამისწორდეს თქო რა ზეთისხილი მეცე ხო არ შეჭემო არ მოგწონს რომ უნდა გაგისწორდეს ბიჭო არა ბევრისგან გამიგია რომ ხავი რაც არ უნდა ჭამო ტესტავ ხოლმე ხარ ტრანსპორტ გამისწორდება ბიჭო ნახე ბევრისგან გამიგია რომ ზეთისხილი არ მიყვარდა ბავშვობაშიო და მე შემიყვარდა ახლა ხარ ბავშვი ცოტა აღარ შეიცვლება მე ვიზდები გიორგი მე ყოველდღიურად ვიზდები არა ზეთისხილის მიმართაც ეგ გაგაქვს თუ უბრალოდ არა ზეთისხილი უბრალოდ არ მომწონს აი ნუ აი ზეთისხილი მე როდიდან არ მომწონს ნახე პიცაზე შეიძლება შევჭამო პიცაზე რაც დევს მაგრამ აი ეს ცალკე ავიღო და ვიკიშკავო ზეთისხილი ნუ არ გამისწორდება აი 90-იანების ქორწის სეფებში იყო მან გაიჩიტა პირველად ზეთისხილი რა ვონა 4-4 ცალი იყო და გამორიხულია მეთქი ეს შემიყვარდა ხო ხუთი ბიზნესი ზეთისხილი იყო რაღაცა ეს ანუ მე ანანასმა ჩაანაცვლა რაღაცა პერიოდის მერე რა ანანასმა რომელიც არ იჭრებოდა მიქონდა ხო პროსტა რო იდო ხოლმე ნაკირავები ანანასი მან შეხვდა პირველად ზეთისხილი რა ქორწილში ეს სეფიან ქორწილში და მაგან მივხვდი რომ ეს არ არის ეს და ხახვი ჩემთვის აჰა ანუ ზეთისხილი არ მეზიზღება შემიძლია ვჭამო ანუ ხალხთან ხახვისგან განსხვავება ამას ქიშმიში რომ მიადო მოკვდება შენი თქმის არ იყოს რა ქვია მაგას თუ მიხვდება მაყურებელი დააპაუზეთ და დაწერეთ კომენტარებში იმერული კი არა როგორ თქვი იმერული სუში ხო ეს ბადრიჯანი ნიგზი დახვეული რო არის და სტაფილო და მაგ შევარქვი იმერული სუში რა იმდენი ვჭამე წინა კვირაში რომ აი ერთი 10 წლის ნიგოზის მარაგი მაქვს აღებული რა ანუ ორგანიზმს არ დამჭირდება ჩემთვის არის აპეტაიზერია რა სადაც არ მოვიდე პირველი ეგ მე ყველაზე ძალიან მიყვარს რა ძალიან სიგიჟია თან მანდ მაგ იმას რა ქვია ანუ ამ ნიგზიანებს სხვანაირად აკეთებენ რა რა ოჯახს არ უნდა შეხვიდე ყველგან არის ერთ და იგივე გემო ანუ ჩემთვის რა ანუ მე მაგრამ მიყვარს ეგ ნიგზიანი ბადრიჯანი სტაფილო ეგ მაგრამ მიყვარს და ისი აკეთებენ ამას ანუ რაღაცა ხო იცი აქ რო იყრის ვიღაცა კაცი რო რაღაც მარილს და რო ანუ ძალიან იმათ ხო აკურატულად თუ რაღაცა ძალიან მაქსიმალურად რა და ეგ და ხაჭაპური იმერულ სუფრაზე ბიჭო რა არის იცით არ ვიცი მე არ ზარ გამიგეთებია ნიგზიანი ბადრიჯანი ჩემი რაღაც მაგრამ ყველგან უფრო დიდი ალბათობა რომ ერთნაირი იყოს ყველგან რა აი ცუდი მიჭამია იდეაში რამოდენიმეჯერ მაგრამ ძნელია რომ ცუდი გამოგივიდეს და იმდენად კაი უნდა მოინდომო ხო რაღაც განსაკუთრებული ნიჭი უნდა მოინდომო კი აქვე ზმაო დიახ ნაგერ 2-5 კაცი ვზივართ სუფრასთან და გუნდიშა იყო პირველად ხო ნუ ისე გრანდიოზულად ხო გრანდიოზულად იყო ხო ბოლო წინა 2 დღე გავატარეთ 3 დღე უბრალოდ გავატარეთ ქუთაისში და აი აქვე რა ვიცი ვაცადოთ რომ თქვას მე ძალიან მიყვარს
ხალხის, რომელიც ქუთაისიდან გადმოდიან თბილისში საცხოვრებლად. წეთრიეთ უგანო. არა, ბიჭო, წეთრიეთგან მე წამოვეთრევი. არა, ძალიან ბიჭო, იცი რა არის, გარდა იმისა, რომ ვაფშე მეს თუმარმასმენლობის თემა იქით მაგრა სწორებს იმერეთისკენ. ბიჭო, იქ ცალკე კაი დვიჟენია რაღაცა. იმაზე იყო, რა ქვია. სადღაც ვიყავით მდინარეზე რაღაცა ის და ვიღაცა ტიპი იყო. პატარა ბიჭი იყო რა პატარა. აი, როგორ მეფაზრებოდა, იცი? აი, ჭკუას რო გარიგებს, ხო, იცი? მან თავარი მშვიდობა იყოს. როგორ გამეთქი? ყველა ეგეთი იყო ვაფშე, პატარები, რაღაც პატარა ჭუაკები იყვნენ. თამაშზე ვიყავი ქუთაისის ფეხბურთზე რა, რაღაცა 3-4 წლის წინ და ეს დაცვის ის რა სტადიონის ირგვლივ ხო ეს ავტობუსი უნდა შემოდეს, ვიღაცას ეყენა BMW შესასვლელთან. ანუ ვერ ავტობუსი ვერ შევიდოდა რა და ვისია BMW იძახს ეს კაცი რა გამოსულია და შენი ხო არა მე მეუბნე მეთქი არა მეთქი არაჭი. მაშინ ღმერთმა მოგწეს. ანუ მეთქია მადლობა თო. დაიხარა, აჯი ვარტო. ვაკედალ მომიარ. სტაიანში კი ბიჭო, იმას რა ქვია, ბოლო დღეს გავიარეთ ვიკენდიაში და მანქანა გაგვეჩერებია იქაურმა სტაიანშიკმა და გამოვდი სტაიანში კი, რა ვიცი, ქართული შესაწყისი არ ვიცი. მანქანის გამჩერებელ დამხმარე ოპერატორი. სტაიანში მენეჯერი. და ნუ გამოვდივართ, ეხა ჩვეულებრივად და რაღაც ხურდები, რაღაც 3 ლარი თუ რაღაც ლარიანები თქვენ და გადავაწოდეთ, მივეცით და ეგი ბევრია, რა თქმა რომელი სტაიანში კი გეტყვის სადმე სხვა ქალაქში მაგას რა. ეგი ბევრია, რა თქმა იყოსო და ისეთი დაგლოცა, კაროჩი რომ მოვდიოდი და არა პრობლემა. არა, მაგ კუთხით ამ სიხარტით ან რაღაცა ზოგჯერ ზედმეტიც მოდით რა, ანუ სტუმრად რო ხარ, ანუ შეუძლებელია რომ ანუ რაც არ უნდა ნაკვები მიხვიდე ან აჭამი, ანუ გადამსკდარი რო იყო, სტუმრად რომ მიდიხარ, ანუ ისინი რო არ ხო იცი, აქედან ჭამი. ანუ ეგ ჭამ, ანუ რამდენი რამე უნდა ჭამოთ, ამ ბიჭო, ანუ შეუძლებელია, ანუ მაგ კუთხით იციან, სადმე ოჯახში რომ მიხვალ, მართლა აი ბოლომდე რო გამოდიხარ რა თებში რო ახალი გამოცული იყო და დასვარე თებში არ და გადახეთქილი რო ხარ უკვე აუ არა იქ კაროჩე ნუ მაგ კუთხით ანუ ძალიან აგრაიციან და მადლობა ყველას ვინც გვიმასპინძლა ადგილობრივი იუმორი აქვს ესეთი ანუ შიდა რა ის რაღაცა რო ვერ ეწევი რაღაცა საკითხებში ძალიან ისი აქვს რა დაალაგებული რა ეს ჯავახასთანაც მოყვი ჩემი საყვარელი ისტორია ეს რა ანუ ტორპედოს ფანი რო შედის თამაშის დღეს სიგარეტის საყიდლად ფილიპ მორისის ფული აქვს რაღაცა სიგარეტი იყო ფილიპ მორის 4 და რაღაც აღირდა და მომეციო და არ გვაქვს მალბორო გვაქვს და მალბორო რა თქმა უნდა რეალს კი არ ვეთამაშებით ანუ ვი ჯორჯიასთან კონდა თამაში ეგრე კონდა დაალაგებული რომ რეალთან ის კონდა ის კონდა თვითონ ეში და ის რა ხო იმის რა თქმა უნდა გას ამას ვეთამაშები აუ რა ჯიგარი ხო და ეგეთი ის აქვს რა ანუ შიდა ის აქვს ისე დაალაგებული რომ აი ძალიან აუ იმენ არ მოყვა რა იყო ქუთაისში რომ მაკდონალდსი გაიხსნაო რაღაცა შეგვეთა წამოვიღე და გოგომ კიდევ მობრძანდი. ძალიან კაი იყო. კიდევ მობრძანდი. ბიჭო, მე მომწონს ეს თემა რა, ქუთაისში რომ, ანუ ბიჭო, თბილისში ხდება ეგეთი ხალხი რომ ძალიან ისე რა, პირდაპირები არიან და შენობით რომ მოდიან პირდაპირ და არა, თემა ეგ კი არ არის, ბიჭო, ანუ აქ თბილისში რაღაც ქუთაისში ეგრე რომ მოდიან მაინც დილობიანები არიან რაღაცნაირად მიხდი არც ერთ ვარიანტში როგორც არ უნდა მოგმართოს ადამიანმა მაინც არ გადადის ზღვარს ყოველთვის დილობიანი და ძალიან ჯიგარი რჩება სულო შეჩემა და გიძახოს მაინც რაღაც გესი ამოვნება რესტორანში პირველ დღეს ვჩავედით ეს გადაღება რაღაც ვიდაწყებული რომ რესტორანში ვხედავთ და გარეთ ესოც რაღაც კალას ეძახის ვიღაცა გამოდიო გავიდა და სურათი გადააღებია შეიძლება ოღონდ გამოდიო შორიდან ეძახის შემოვიდა გამოჯიგარო ხან ხო ეს მაგიდა აქეთა იყო და ჩვენ შიგნითა მაგიდა იყო და ერთი პანჯარა იყო და კალას მოდი ერთი ბრატში მოდი ბრატ აქ ძალიან კაი იყო ბიჭო ძალიან გავერთებ განსაყვარელი ხალხია ბიჭო აქ ტორპედო ახსენე არაერთხელ ერთადერთი რა იშვიათი ადამიანი ხარ ვინ ძალიან გულშემატკივრობს და უყურებს ეროვნულ ჩემპიონატს ხო ძალიან გულშემატკივრობ მართლა დიდი ხანია
მე ვარ ალბათ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ქუთაისის ტორპედო წნორის მილანზე არის შეპარული. ან თამაში შევიპარენ. ბილეთები აღარ იყო დარჩენილი. იყო, მაგრამ იქიდან რომ მომევლო, ის ხო იცი ადრე სტადიონზე გახსოვს, ის ხო იყო რაღაცა ასეთი, რა ქვია, გისოსები. შუანა იყო ამოჭრილი. და ის ანუ შეპარვა გამომივიდა, თორე ახლა ტორპედო წნორის მილანზე არ შევიპარებოდი და ეს ის პერიოდია, როცა დიხარ და დაკლებული გაქვს, ხო? არა, ეს ადრე რაგისოსიო ამოგეჭრა ხოლმე. ეს არის ქუთაის სანამ ამოჭრილი იყო და მარჯვენა ამოღული. კარგად გვერდო. არა ეს იყო სანამ წამოვიდოდი რა. YouTube ლიგაზე 5XL ეცვა და მაინც ხელა ვიყავ. მან ზანი ვიყავ. მე ერთი პერიოდი ცოტა ზედმეტი მოგივიდა რა. აი ეხა ცოტა გინდა ჩემი აზრით ბევრი არა. ახლა სხვათა შორის ზაფხულში გამორიცხეთ ეგ ამბავი, იმიტომ რომ ისეთი პროდუქტები შემოვიდა, რაზეც უარს ვერ ვიძახი, ანუ ხახვის ის უნდა ავიღოთ დეფიციტი. ლუდი მაგალითად ლუდი მაგალითად კი ძალიან კარგია. ვერ ამოიღებ. ხო, ჯავახავთ ხო რომ არ არისო ზამთრის არის, მე არ ვეთანხმები მაგალითად თუ შეიძლება რომ დებატებში დამსვათ ამ ადამიანთან, იმიტომ რომ მე ძალიან გაუბრაზდი. ჩემი აზრით ლუდი არის ყველა სეზონის. და განსაკუთრებით ზაფხულში. ეგრე იყო მიღებული უფრო გახსოვს ეს ზაფხულში. იცი რატო იყო? ეს სანაპიროზე რო იყო ხოლმე გაუცეთ ტურის პირას თევზი და ის აი თემა გასულ ჩანწკრებული იყო ზაფხულში კაი იყო და ასწორებდა გრილდებოდი და ზამთარში არ ისმებოდა მაგრამ მე ხო ეხა ის გაიჩითა რომ სულ არავინ მე ავი ხა ლუდის გარეშე არა ლუდ სეზონი არა ერთხელ მე და ჩემი დეიდაშვილი ავიწონეთ ორივე ეს არის 2014-15 წლები 90 ვინცო მეტი იქნება ვიმანიკის დროს და ორივე ყავით 97 კილო უი პატარა ვიყავით. ანუ 97 ვიყავით. ბაბალამ გაყავით და 2014-ში ბევრი ვიყავი უკვე. და მოდი წავი ვარჯიში დავიწყოთ მეთქი რა სეტ. და ეხავს მეთქი 97 კილო ძალიან სირცხვილი ანუ ყველანაირად შევიდით ლისზე სავარჯიშოდ. მე მეგონა ჯერ ვარჯიშის გადაწყვეტილების აღნიშვნას დაიწყებდით. არა, წავედით ყველაფერს არბენი ოდასე სპორტული ლაშო ყველაფერი ვიყიდით. ანუ რაც სირბილის გჭირდება რა ადამიანს და ავედით. ლისზე ხო იცი პარკინგი როა რო შედიხარ და რაღაცა უნდა გაიარო აქეთ ეგეთ და აქეთ ხარ ეს ჩემი დეიდაშვილის მაკაცებს სანაპიროს ლუდი ჰქონდათ ამოტანილი აი მოდი აქა მოდი შენ ახედა და ესენ და წავედით მეორე დღის მეორე საღამოს მოვედით ფაეტონით ცხეთიდან წავედით ფაეტონით ბიჭო ვიღაცა ტიპის დაცვა რომ მოხდით მერე იქ ხოსო ალაბარში გავაგზავნეთ მე იქიდან გავაგზავნეთ და გვეძებდა ყველა გვეძებ ტელეფონით დამჯდარი სავარჯიშო წავიდე ფაეტონით მოვედით ბიჭო სა წრეებზე დადიან ლისზე ესე დინარეში ბაშველები კი არა ბაშველები აი ხო იყო რა ფაეტონით მოდიან წრეებში თურქეთში არისო ის რა ძალიან დიდი სამძებრო სამუშაოები რო იყო ვიღაც ჩუვაქს რო ეძებდა თვითონ რო ჩაერთო იმაში სამძებრო სამუშაოები არის თუ პრალი იყო და მივიდა და ეძებდა თავის თავში ზარუ აუ ეგეთი ისტორიები ხოლმე ვაფშე რა აი მაგის მერე ჩემ დეიდაშვილს ჩავეხსენი ამ დაკლების ძალიან პრობლემა იყო კი და მე თვითონ გააგრძელა ეს რაღაცა ნუ ცალ-ცალკე ვარჯიშობდით რა უფრო ნაკლები შანსია რომ ორივე დავთვრეთ გესმის ცალ-ცალკე ვარჯიშობდი და ბოლოს ფაეტონები დაეჯახა ჩვენი ერთმანეთს და ბიჭო მართლა მაგით რომ ძალიან აი მაგარი ის არის დაუფიქრდი რა საჩელო ხო სარბენა წახვიდე აი რაღაცები რომ დაითხრე და ლისზე უნდა ივარჯიშო და ბოლოს ამთავრებს მაგაცებთან ერთად ფაეტონს აი არის თან იქ ვიმღერეთ მახსოვს საშინლად ვღერი ანუ საშინლად ვღერი კი ანუ მადვიღერე პირველად გამაკვირვე პირველად ვღერი რა ანუ მაგრამ ხო ჩემო ალექს თვიჩეკავება ხო გაქვს სიმღერაზე აი ხა ქუთაისში რო ჩახვალ დაგახვედრებენ ისტორიებს სიმღერებზე ალბათ რავი ისტორიები გამოჩნდება კიდევ დაყროებული სიმღერაზე რო თვიჩეკავება რომ მე მაქვს კი რაღაცა აღარ ბიჭო მე ვიმღერებ აუ შე რაღაცა იმღერე იმაზე არ გაიცინო თუ რაღაცა ხო კული სიმღერა თუ რაღაცა ფო იმღერე და გააცინე იმღერე და გააცინე არა ბიჭო რა უნდა გაგეცინა მანდ არ იმღერა რაღაცა თურქული თუ რაღაცა ხო მანდაც ხო იმღერე მოდაც ვიმღერე ბოლო გადაცემაში კაცო რაღაცა თურქული არ არა ის იმღერე ამოიჭრა მე მგონი გამოიჭრა როგორ ვიმღერი ბიჭო არა სიმღერის პონჩი მე მაქვს ეხლა რაღაც ჩვენ რო ვზივარ და რაღაც დებილობ მან შეიძლება ვიმღერო არა მეგეუბნები ხალხი თუ მიყურე შანსი არა ხალხში მაქსიმუმ შობანი და ბიჭო მე ეგრე ვიყავი რა მაგრამ მე მივხვდი რომ მისწორდება რა აი მომღერი ხო ანუ ქართული ესტრადის 80% ხარ შენ მისწორდება ეხლა და რამენაირად რაღაცა ცოტა ისაც არ სიამოვნებს წავიდეს კი რა თქმა უნდა მე ხო გიო პროსტა რესტორანში რო ვაკეთებ მაგას ეხლა ჩემი აზრით ვისაც უნდა წავიდეს არ მოსწონს სწორი მიდგომა არის ეგ რასაც შენ იძახი ეგ არის სწორი მიდგომა
ისწორდება ვერიც მო მე მომის გარეკახო აპა რესტორნის მებადრონეებს კითხე როგორ მოსულთი მე მომისმენია ვიღაცები ვინც ვერ მღეროდნენ და პირიქით მიხალისია კაცო მაგაზეს დიდი ამბავი გაერთონ ნიჭიერი ქვია მაგ პროექტს აუ ისიდო რო არ საქართველოს რომღერის ძალიან გულით კაცი აუ კი რა საყვარელი კაცია აი ძალიან და ბიჭო შეგნით ანუ მაგას როგორც ვოკალი ისე კი არ უნდა შეხედო რომ აი ტიპი ადამიანმა ბოლომდე დაიხარჯა ადამიანი აი ეგეთი მოვლენები მეოსება სხვათა შორის ბოლომდე რო იხარჯებიან ხო ბოლომდე რო იხარჯებიან ნიჭიერის გახსენებაზე მეგობრებო ერთი ესეთი კითხვა მქონდა ალექსასთან რომ აბა შენ ასე თუ ისე ქონდა ეხა ტელევიზიებთან შეხება და გიმუშავია ვიცი და იშრომია ბევრი ბოლო პერიოდი რაღაც იუმორი მოკვდა ტელევიზიებში ვერ ხედავ შენ მაგ პრობლემას კი ხედავ მაგ პრობლემას და მაგას თავისი დადებითიც აქვს კი დადებითიც აქვს შეიძლება ითქვას ხო ანუ ეს გინდა არ გინდა ეს ბიზნესი რა ანუ იუმორისტული კუთხით ვიძახი თუ რაღაცა სიახლე არ მიაშველე და იგივეს კეთება ერთი აიგვი აკეთე სულ შესაბამისად რაღაცა პრობლემებს გამოიწვევს ადრე თუ გვიან იმიტომ რომ თაობები იზრდებიან გესმის ანუ ადრე რაღაცაზე რო ეცინებოდა ვიღაცას ის თუ სიახლე არ მიაშველე ის გითხოვს და გინდა რა ხო იგივე რაღაცებზე აღარ გვეცინება ხო ანუ ეგ არის პრობლემა რა ეს შემოქმედებითი კუთხითაც სერიოზული კრიზისი არის ანუ ამ სფეროში იმიტომ რომ თუ ვინმე ანუ ტელევიზიას აქვს ერთი ცუდი რაღაცა რა გიწევს იმის გაკეთება რაც არ გისწორდება გესმის ანუ მე მაგალითად ანუ ბევრი რაღაცა ვისწავლე თითქმის ყველა ტელევიზიაში ვიმუშავე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიწევდა იმის გაკეთება, რაც არ მისწორდება. ანუ არ მისწორდება სიტყვაზე რაღაცა პოლიტიკური ხმურობის დაწერა, არ მისწორდება სიტყვაზე ისეთი სკეჩზე ფიქრი, რაც მე არ მაწუხებს პირადად რა. ანუ პირველ რიგში, ანუ იუმორს საქმე, ხო, იმაზე ვერ გადავა. პრობლემა არის, რომ შეზღუდული ხარ ამა თუ იმ კუთხით. ძალიან შეზღუდული ხარ, ძალიან იმაზე ვერ გადავალ, ამაზე ვერ გადავალ, იმას. ანუ იქ ხარ რაღაცა ჩარჩოში მოქცეული. იმას ოკეი. ჩარჩოში ხარ მოქცეული რა და თან ანუ ტელევიზიას აქვს კიდევ ერთი პრობლემა რომ არ რისკავს. ვერ გადავალ იმაზე, რაზეც ანუ პრობლემა რაც გაწუხებს შენ რეალურად რისი თქმაც გინდა, რაზეც გინდა შექმნა იუმორი. ვერ შვები მაგას რა, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი პლატფორმა, სადაც მაგას იტყვი, იმიტომ რომ იქ ტელევიზიას რა პოლიტიკაც აქვს, ხო, იმაში უნდა მოექცე შენც, რა თუ იქ მუშაობ, თუ ხელფასი იღებ, თუ გისწორდება და სიტყვაზე ვიძახი, რომ მაგას აკეთებ, რა ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება ეგეთი, რომ ვისაც ეგ უსწორდება და მაგას აკეთებს რა. და ჩემთვისაც ანუ მე როცა ტელევიზიაში როცა მუშაობდი, თავარი დამაბკოლებელი, ანუ პრობლემა იყო ეგ, რომ ანუ ხშირ შემთხვევაში მე არ მისწორდება და რასაც ვაკეთებდი. ვაკეთებდი იმას, რაც ტელევიზიაში ჭირდებოდა რა, იმ კონკრეტულ ანუ იყო რაღაცა თემა, რომელსაც გეუბნებოდნენ და იმუშავე ამაზე და ხო არ გაცეა რა. ანუ იქ შემოქმედებით თავისუფლება მაგკუთხით არ აგაქვს რა, ანუ შენ რაც გინდა იმას ვერ გააკეთებ რა. ანუ შენ თუ ვიღაცამ დაგიქირავ რაღაცა საქმის აკეთებლად, ანუ სიტყვაზე რო ავიღოთ რა, სიტყვაზე ვიღაცა მოიყვანე მუშა რაღაც დასაშენებლად იმან უნდა ააშენოს, ხო, სხვაერაფერს ვერ გააკეთებს რა და შენ იქ მოგიყვანოს გეუბნებიან ეს არის კონკრეტულად საკეთებელი რა. ანუ შენ ის უნდა აკეთო რა, იმას ვეღარ გააკეთებ. რაც შენ გისწორდება რა და რაც ანუ მე განა იმას ბევრი რაღაცა ვისწავლე ანუ ვისწავლე თუნდაც რაღაც ტექნიკური კუთხით ვისწავლე თუნდაც რაღაც ხმურობების ფორმულებში მოქცევა ბევრი რაღაცა ვისწავლე კაცო ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე ამ ხალხისგან ვინც იქ მუშაობდა ძალიან დიდი გამოცდილებით წამოვედით ანუ ჩვენ ვინც ვართ ბიჭები ანუ ყველა თითქმის იუმორისტულ სფეროში ერთადაც ცალ-ცალკე სხვადასხვა არხებზეც გვიმუშავი ახლა ერთად ვინც ვარ და ბევრი გამოცდილება ბევრი რაღაცა ვისწავლეთ ბევრი ჭკვიან ტიპსაც შევხვედრილოთ და ბევრ სულელსაც შევხვედრილოთ ამ პერიოდის განმავლობაში მაგრამ ანუ ჩემი აზრით აი როგორც რადიო ეგეთი ბედიელის ტელევიზიას ხო ანუ ეს გარდაუვალი პროცესია იმიტომ რომ ინტერნეტმა ანუ და რაღაცა ხარისხიანმა იუმორისტულმა სკეჩებმა, ხარისხიანმა სტენდაფებმა, ხარისხიან რაღაცა კონტენტმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ანუ მაგ ინდუსტრიას და პლუს ამას წინ არ მიდიან რა გესმის ანუ ერთი და იგივე ადგილას არიან ეს ტიპები რა ანუ ცოტა გავასერიოზული მაგრამ ანუ პრობლემა არის ეგ რა ანუ შემოქმედებითი კუთხით ანუ წარმოიდგინე რომ ანუ მე ვიცნობ ბევრი მაგარი სცენარისტი ვიცი ამ ცოტაც ვინც ტელევიზიებში არის დასაქმებული ბევრი მაგარი სცენარისტი ბევრი მაგარი მსახიობი უბრალოდ ამ ტიპებს
ეს სხვა გზა არა აქვს იმის გარდა რომ რაღაცა შემოსავალი კონდეთ რა მართლა მესმის ლოგიკურია და სხვათა შორის რაც ახლა ილაპარაკეთ ჩემი შეხედულებაც და წარმოდგენაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით ზუსტად ეგეთი იყო რომ აი ეგ არის რა პრობლემა რომ ჩარჩოებში ხო ექცევი რა იქ არ გინდა იმას თავისი პოლიტიკა აქვს იმას თავისი ხედვა აქვს თავისი სტრატეგია აქვს და შენ რო რაღაცის გაკეთება გინდა სიტყვაზე ხო ანუ ეგ იმ სტრატეგიას და იმ ხედვას და იმ პოლიტიკას თუ არა ემთხვევა გამორიცხულია ბიჭო ჩარჩოები არაფერს არ უხდება საერთოდ აი რას შეიძლება ანუ იმის გარდა რა თვითონაც არის გამოგონი ჩარჩოების გარდა ჩარჩო არა მართლა არაფერს არ უხდება იმიტომ რომ ნებისმიერი შეზღუდვა ნებისმიერ პროფესიაში რაღაც ახლის შექმნას უშლის ხელს იუმორს არ უხდება ხო არსებობს რაღაცა მიმდინარეობები იუმორში რომელიც მე არ მომწონს მაგალითად რა რომ ვიღაცას სიტყვაზე ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებ ან ვიღაცას ანუ არ მომწონს ნუ ეგ შენი პირადული მორალიდან გამომდინარე თორე არ მომწონს რა ეგეთი მიმდინარეობა ხო რაღაცა რომ მივყვანო ოკეი ყველა იუმორი იპოვის თავის აუდიტორიას ჩემი აზრით აი ეგ არის რა მთავარი მუღამი კი გუნდიში რაღაცეები ჩემთვის ეს იცი რა ვერს არია ნახე დააჭირე ნახე რა მოხდეს ოღონდ ორჯერ დააჭირე მატარებელი რომ მოვიდეს მატარებელი რომ მოვიდეს მოკლედ იუმორის თემაში არ შევილი არ დაგეთახმო მაგ კუთხით რომ ეგ მე მაგ პრობლემას ხედავ ყოველ შემთხვევაში რომ ერთი არხი არის იმათი მეორე ამათი რაღაც გაუწიო თავი ერთ გადაცემაში რამოდენიმე წლა იქნება ხო გაბუ ის ხო შეჭამ რაუდარით ისვრი რა გინდა ისა რა გუნდიში როგორც ფარსაა რა სხვათა შორის დღეს იატაკს შენ ხვეტავ შენი ჯერია ხო გახსოვს კი არის პრობლემაც აი მაგნიტი ხო და ანუ ერთი ტელევიზია არის თქვი რაღაცა წინა პოდკასტში თქვი რომ თესეუში ვიყავი კამენზე მისულიო თუ მან სანგანზეო თუ რაც არის როგორაც ეძახით და არ მიმიღესო მე ვიყავი მაჯიორი ეს იყო დაიც ჯარს მოვრჩი 2012-ში 13-ში ჩაობა მეორე კურსი იყო მე მგონი 14 13-14 წელი ეს რო იყო ზეღა თემაში მაგრამ არა მე არ ვიყავ მე არ მიგიხარ რომ ითხრას მე ვიყავ ყველას მე როცა ვიყავი 13-14 ყველას ვეხმარებოდი და არ მახსოვს ახალბედებს განსაკუთრებით მივედი რა აი ხა მე შენ გეტყვი ესეც საყვარელი კი არის გამეები გაუთენე იქ მივედი გამარჯობა შეიძლება არ შეიძლება კარგად ზანდებოდი წამოვედი რა სხვათა შორის შენ გააქვს ეგ ტვინი და ძალიან კარგი ხენი რომ მაგ თამაშით არ დაიბინძურე კიდე ზემოდან. დაჟე ეგრე არის საქმე შენი გადმოსახედი. კი, ეგრე არის, იმიტომ რომ იქაც რაღაც პონჩი ჩარჩოებში ექცევი. ვა. იქ რაღაცა მორალი, ეთიკა, სხვა რაღაცები ერთობა. ხო, მე არ შემიძლია არ დაგეთახო, ხო. კარგია რომ ეს შენით მოხდე თემა რა. ხო, უყურებ ხოლმე კიდე რა. რაღაცებს უყურებ ხოლმე ვიღაცები მომწონს მართლა კარგად გადავაბენ ხოლმე რა. ერთობოდი ვიღაცას აი თავიდან რომ დაიწყო გორის გუნდმა გამოსვლა მაგაზე ერთობოდი ძალიან რა. ბიჭო ის როგორ ვერ შეცვალეს ეს დებილ კითხვას რო სვავს ვიღაცა და მე ყოველ ჯერზე ახლიდან რო იმეორებს და მე ამარ რაღაცა აი რაღაცა აი მაიგეც ხო ჩარჩო არის მანდ რო აი უნდა გავაკეთოთ აი რო თქოს ანუ ეგ არის ხო ოკეი ის რაღაცა უდნევ განახლეთ ეგ არის სხვა კუთხით პრობლემა კიდე რა მაგ თამაშს ბევრი კარგი ტიპი მიუცია ამ სფეროსთვის და ბევრი ცუდი პოლიტიკისთვის და ბევრი სფეროსთვის მიუცია სხვათა შორის ბევრი სფეროსთვის კი ანუ იმაში რაშიც გეხმარება ეგ თამაში რა ანუ რაღაცა იუმორის შექმნაში მაგალითად გეხმარება ბევრ რაღაცაში მაგრამ თან ბევრ რაღაცაშიც ხელს გიშლის რა ანუ იმიტომ რომ რაღაცა ხანდახან ანუ მართლა ანუ არ ვიცი საიდან გამომიმუშავ და რაღაცა სიტუაციაში რომ საუბრობ ხო სულ პირველი რაც მაფიქრდება ანუ რაც არ უნდა სერიოზული იყოს პირველი მაფიქრდება ხუმრობა რაც არ მინდა რომ მაფიქრდებოდეს რა ანუ ნებისმიერ სიტუაციას ანუ როგორ შეიძლება რომ რაღაცა რომ მოხდეს ისეთი რომ არ არის ახუმარო და უცებ პირველი რაც გაფიქრდება ტვინში არის ხუმრობა ხო ეს სერიოზული პრობლემაა უკვე რაღაცა ტრავმა არის რა ანუ ხო და არ მინდა ეს რომ მაფიქრდებოდეს რა ამ თამაშს როცა ვთამაშობდი მე ანუ ხო პირველი რაც მისწორდებოდა იყო კითხვა-პასუხის კონკურსი სადაც ანუ მთლიან დამოკიდებული იყავი შენ თავზე, ანუ არაფერი დაწერილი არ ქონდა რაღაცა, მისწორდებოდა რა კონკურსის თამაში. საქართველოს ჩემპიონატია. ისტორიას გიყვებით ძალიან კარგს. და იყო კითხვა-პასუხის კონკურსი. 7 გუნდი თამაშობდა, ანუ 4, მერე იყო 7 გუნდის კითხვა-პასუხი და მერე დანარჩენი 3 და ჩვენ ვიყავით მე-4 ამ სიაში. ხო მორჩეს ჩვენი გამოსვლა, ვიღაცამ რაღაცა დაიყვირა დარბაზიდან. რომელიც არ ეს სიამოვნა არავის.
და რომ მორჩა ჩვენი გამოსვლა, გამოვედით და წავედით ამ ტიპის საძებნად. წავედით ამ ტიპის საძებნად, რომ რაპონჩი ხოაზე ხო ვინახა რა ახალ ძმაო, იქ ჩოჩქოლია წდა ეგრევე დარბაზში რა. ჩავედით ეზოში იქ რაღაცა და როა მოვედით უკან. ეს კითხვა-პასუხი საერთოდ აგვაუწყდა ბიჭო. შუაში კონკურსი არის, ან ჩვენ რო წავედით საერთოდ და კონკურსი გრძელდება თამაში. ამოვედით და პარონას ხონდა მოგებული. ანუ მარტო დარჩა. მარტო. კონკურსით არ გიზა რომ მიდიოთო ბიჭო, მოიცა კითხვა-პასუხი გიზა და ჩვენ წავედით რა, ანუ რაღაცა 12 კაცი და ამოვედით და სად დახარჯოს და მოვიგეო რა კონკურსიო რა. და ერთადერთი ის არის თქო, ანუ ეგ როგორ გამომოტოვე, ანუ ეგ არა მაგ ვიდეოც არ არსებობს მაგისი, რომ ერთი კაცი თამაშობს, ანუ მაშინ ვიდეო ეგერ არ იყო. რამე არ ქონდა. სატელევიზიო არ გაუჩნდა არავის საწავიდნენ არჩენები. ხო და ბიჭო ეგ ეგონა ჩანაფიქრი ვაფშე გუნდის, რომ ეს ტიპი დავტოვეთ მარტო და ჩვენი და ვის დაუძახე და რა დაუძახე და არუნას ძალიან იუმორი აქვს ეგ მაგარი სასწაული აქვს იმ სასწაული და გამიკვირდა რომ საჩხურად არ წამოვიდა. სხვებისთვის საწყენად არ ვიტყვი იმედია და არავის ეწყინება გაცოცხლებული თემაში ორი ჩემი საყვარელი სტუმარი შენ და ჩვენც გულს ხოლმე გეტყვი ყველაზე აი კომფორტულად რო იგრძნო იმიტომ რომ რა არის აშკარად გეტყობათ და ხვდები რომ იცით რასაც აკეთებ თემა მახსოვს აი სულ თვალწინ მიდგას ამის აცა რაღაც ფერატკანიანების ვორქშოპი თუ რაღაც ეს რო იყო სანგის მომავალ ამას ეგ თქვენი ეს გასაცვლელი ზუსტად მაგიტო მოგწონს რომ იქ მაბრუნებს რა რაღაცა იმაში რაც მე მისწორდებოდა მაგ პერიოდში და მართლა ცოცხალი იუმორი იმპროვიზაციული ის მაგრად ასწორებს რა აი ბოლოს დადგმული რაღაც როდის მომეწონა არ მახსოვს რა აი რაღაც ისეთი ვარი ხო პოლიციელი რო აჩერებს ამათი ეგ შედევრი იყო ბიჭო ხო ტორპედოს ფანი ხო აუ რა კაი რა არ გაქვს არახი ფუ კადი აი რაღაც ხომელის წინას თავი ეგ რო ცოტა ქუთაისში ვაფშე არ დაგიყვანდი ეგ არის გენიალური სკეჩი ზმაო რამდენი ვიცი მე მითხრა ხო იცი ეს სკეჩი ახალი გასული იყო და ქუთაისში ვიყავ ჩასული და პოლიციელმა მოთხრა სტადიონზე იქანა მემაკეთე ანუ ჩემ პაროდიას აკეთებ ეგ იუმორის ის რომ ამოვწუროთ ბარემ გეტყვით რომ რაღაც არსებობს მოსაზრება ამ რაღაცა თემაში რომ არ არსებობენ კარგი გოგო სცენარისტები რაც ტკნარი სიცრუეა რა მე პირადად ვიცნობ დაახლოებით 10 მინიმუმს გოგოს 10 მინიმუმს გეუბნები ანუ იმის იქეთ ვერ ვიცნობ რა ვიღაცებს ათი ბიჭი ჯამობინჯვალე კარგი სცენარისტი კარგი არა იუმორისტი კარგი სცენარისტი კარგი მსახიობი სცენარისტები ვაფშე არ ვიცი აი გამარჯობა შენი ხო და მე შეგვიძლია 10 შემიძლია გითხრათ ხო და უბრალოდ ხო შეგვიძლია 100 თქო კარგი ხო შეიძლება ვერ თქვა 100 მე არ მეტი არიან მაგრამ ეგ 10 გოგო სცენარისტი გასაგებია მაგრამ თემა რა არის იცი არჩანან ხო არჩანან უბრალოდ ვიღაცა ახლა ვიცნობ პოდკასტები მეგობრები არიან რომლებიც ახლა გამოჩნდებიან მალე YouTube-ზეც მართლა იგი პირველი გოგოების რაღაცა ის იქნება არ ვიცი არსებობს თუ არა საქართველოში აპირებენ ახლა აი ის რა ვიცი ეგ ტრიომანდილზე სოთა შორის მაგათაც კარგი იუმორი აქვს მინდა გითხრა ეგ თუ იუმორია რაც წაკეთებს შეიძლება თქვა რომ კაი თუ გასწორე ტრიომანდილი მიწავს და გერჩება რა ხოდა რა მეცინება ამაზე რომ მოდიან ხოლმე ეგ არის მაგათი ის რა კეშბექი ხოდა მეცინება არ შეიძლება რომ გამეცინო შეჩემა ხოდა ხვალ კი რა და ჩემი სიყვარული შემდეგ პოდკასტზე სწორად მოგიყვანა მე მომიყვანა კაცო ის რა ქვია მშვენიერი ბავშვები არიან ქართული სიმღერების და ქართულ სიმღერებს დამოკიდებულება კი იცი როგორც მიყვარს მე გაღიღინებთ მთელი ქუთაისში რაც იყავით სხვა არაფერს არ ვიღებ ბიჭო არ უსმენდი ხოლმე არასდროს ანუ ძალიან ჩაციკლონ მე მიყვარს ის რა მეტალი და აი ძალიან და აქედან რა წამოხვედი ხო და სულ მაგას უსმენ რა აი ძალიან ძიმე როკს უსმენ და რაღაც იმას და ბიჭო ბოლო დროს არ ვიცი რატო რა აი ჩავიხვიე ძალიან რა ქვია ურსას ის რო არის ხო ის სიყვარულის განდაგანა იცი აი ძალიან აი დილით რო ვიღვიძე პირველი ასე მაგას რო თავ
და ყავა და სიგარეტი და ურსას სიხორლის განდაგანა არის თემა და რამდენი ვიცინე და აი ბიჭო მთელი ის არის მთელი ქუთაისში რას დავდიოდით რაღაც კადრის დასაწყისში სულ კალა იდგა ხოლმე ესე დაიწყებოდა და ნინო ძალიან დავიწყე მოსმენა და აი იმას ყოველთვის მოსმენდი რა ქვია გოგიდოლიძე მეოსება ძალიან აი ბიჭდები ქალაქურები და ახლა იმებს აკუსტიკას ქავერები რო არის ქართული სიმღერების ძალიან ბევრი კარგი სიმღერა არის და კარგი სიმღერები გქონია. აქვე მეგობრებო, მაგას ეს ამ ადამიანებს სჭირდებათ რაღაცა ერთი ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ ელემენტარული დაიწყონ YouTube-ზე რაღაცის კეთება. YouTube არის ალბათ იდეალური პლატფორმა იმათთვის, ვისაც TikTok-იც, YouTube-იც, Instagram-იც, ნებისმიერ პლატფორმაზე შეიძლება აკეთო შეუძლიათ მაგის გაკეთება და პირველი ნაბიჯი გადადგით მეგობრებო, აუცილებლად აკეთეთ, რაც უფრო მეტი ნევიქნებით YouTube-ზე, მით უფრო კარგი იქნება და მით უფრო მეტი ხალხი დაინტერესდება YouTube-ით, ისე როგორც დაინტერესდა ჩვენი წარმოგენილი ლუდისა და ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია, რომელიც უკვე 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში. გენიალურია ეს ბიჭი, ნახე როგორ ჩააქსოვა. ბიჭო, აი კლასიკა. მაგაში ფულის დამატება არ მეკუთვნის იმიდან სპონსორებიდან პაცა. ბიჭო 1-2 გათხაცნა მე სიმღერის ხასიათზე მოვიდა და დაიშლებით ეგრევე. საყვარელი ის თუ ყავს ვინმე იუმორისტი. კი მოასწრო თორე. მაგარი ძალიან ესეთი კითხვა. საიდან დავითრი ეს ისა? ხო. ბიჭო, არ ვიცი რამდენად იუმორისტად შეიძლება ჩაითვალოს ეს კაც, მაგრამ ნოდარ დუმბაძე ალბათ. გენიალური ადამიანია და თავისი რაღაცა ტატოს ვესაუბრებოდი მე მგონი ამ თემაზე. თავიდან ბიჭო პატარა რო ხარ და რო კითხულობ, ძალიან სასაცილოა და მე რო კითხულობ, ცოტა ასაკში სევდიანი ხდება რა. უფრო უფიქრები და სევდიანი ხდება, სხვანაირი ხდება რა. ალბათ ეგ არის ჩემი საყვარელი იუმორისტიც კაცი. ხედავ როგორი განსხვავებული პასუხია, შენ რომ მეუბნები ცოტნე. ხო, მე არ ველოდებოდი სხვათა შორის რომ ნოდარ დუმბაძის იუმორისტებში შენ არ ველოდებოდი რომ ესეთი ჭკვიანი ადამიანი არის იუმორისტებში რომ მოიხსენიებდნენ არ მეგონა სხვათა. თემი საყვარელი მოთხრობების კრებული აქვს შეიძლება ცრემლებამდე იტირო რა ესეთი გაუმარჯოს გიგილოს რაღაცა საბავშვო მოთხრობები აქვს რომელიც ანუ ძალიან სასაცილოა რა. აუ ძალიან სასაცილოა. სასაცილოც არის და სევდიანიც ხო მე უკვე ახალ სევდიანია რა. თუ უბრალოდ წაიგეთო სასაცილოა. წაიგეთო მაგის მიხედვით არის ეს ხო. ეხო ეგრეა ვაფშე. ერთი და იგივე წიგნს რაც უფრო მეჯერ კითხულობ. მე ყველა წიგნი ეგრე არ არის, მაგრამ ზოგი ეგრეა რა. კი. უფრო მეცაც იგებ. ვაფშე სხვა მუღამით კითხულობ, ეხლა რაღაც თინეიჯერობაში ნებისმიერ წიგნში ეძებ რაღაცა რომანს, იმას, რაღაც სხვა მუღამით ხარ, მე წამოიძები ვაფშე სხვა რაღაცას ეძებ და ალბათ ასაკში უკვე სასწაული ჯავახას ასაკში უკვე იმას ეძებ ელექსირს ეძებ რომ გადარჩე. რაღაც გამოიგონა ის. საიდან გაჩნდა ეგ თემა ესე უცებ გაიჩიტა ხო რაღაცა შენ თქვი რომ უკტაიობის ის გამოიგონებენ თუ რაღაცა. მე რომ მოვტები მეორე დღეს გამოიგონებენ ხო ეგ თქვა. აკვე აქტუალური თემები მანქანებთან დაკავშირებული ის რა ქვია გუშტელის ამბავზე ხმაურზე ხო მე მანქანასთან მიმართებაში ვარ როგორიც ის სიგნალი ვიცი მარტო ეგ რომ პრობლემა იყო გუშტელის გამსპრავა მანქანა არაფერი არ მაქვს მანქანა იმან სუდად გისურვა ანუ ბიჭო გასხედავ ბემე შენიაო არა მაგრამ მერტო მოგწეს არ მოგცა ცხოვრებაში ანუ ერთადერთი შემთხვევა იყო რომ მეგობრის მანქანაზე დავჯექი და 3 მეტრი არის 3 მეტრი მაქვს მანქანი დაფარული ისიც ეზოში ანუ ბიჭო მანქანას ფაიტონით იცოცხლე ძმო დადის უკან სადღნობ ისე ყველაზე კომფორტულად თავს ზღოლის უკან არა აქეთ საბარგულში იმის უკან აი ჩემთვის რო ვარ და წყნარად ის სპიდომეტრი ბიჭო რაღაც 60-8 ცდება პანიკები მეწყება ანუ სიჩქარის შიში მაქვს რა საფათ რომ აუ ძალიან ცუდად და ის გამოსულ წინ ხომ სვავდნენ სადმე რომ მიდიოდი სამეგრელო და მე მაქვს ორი გამოცდილება და ერთხელ დავჯექი ძმაკაცის ქორწილში მანქანაზე და ო როგორ ჩაიარა მაგარი გადავა ჩემ ქორწილში ჩემი მანქანით იყო ჩემი ძმაკაცი ჩემი მასწავლო ვიღაცები ესხდნენ რა და ვიღაცები ხო აი ტვინს ღუნავენ ხოლმე ეს გონკაობა და რაღაც რო უყვართ რა ჩემთვის ვარ და უცებ მესმის ხმა რომ ბრახ ერთო ავარიის რა ხო და აი ვიღაცაზე ვიფიქრე რომ ესენი არიან მეთქი ხო კაია აუ მეთქი ენაცვალ რაღაცა და
ეკლესიის ეზოში ვხედავ რომ ჩემი მანქანა არის დამტრეული. არა, ეგ მე არ ვიყავი. რა ჯანდაბას რაღაცა ის რა ქვია, მეთქი დაიკიდე რაღაც ბევრი ახლობელი უყავს მაგ იმაში, რაღაც ვიცოდი რომ გააკეთებდნენ ისე რა. რესტორანში ვართ ეხა? არა, რესტორნამდე ის გაიხსენე ხელროლამის დაეცა. ხო, ნუ გზაში კიდე ხე მოტყა, ბედი ხონდა, ხე მოტყდა და აცდა ეს ჩემი ზმაკაც რომ მოდიოდა მე რამ ჩემი დამტრეული ბანკანით. ხე აცდა ესე უკან. ხო, გაიარა და უკან დაეცა. ხო, ჭერხებზე არ მოხდა? და მე რესტორანში ვართ და ის რა ქვია, ცოტნე მართლებს მანქანის გასაღებს, ოღონდ ვერ ხვდები რა ჯანდაბა უნდა და რა თქინდა მეთქი რა და ჩავშდები სიგარეტს მოვწევო თუ რაღაცა რა მეთქი არა მიზინება უნდა ანა მიფიქრე რაღაც და გავდივარ და დისკია გაღუნული მანქანას აი ხო ეგრევე გააკეთა ბარდიულსკი ნამაში იცი სეტარება ბიჭო ვიცი და ორი გამოცდილება ხო აქ ხო დისკი გავუღუნა და მეორე ჯერ და 1700-იანი ჯარიმა დაუწერეს არა ეგ გამოუჭრათ შეჩება ეგ იცით რაღაცა გავაკეთე 1800-იანი ჯერ ეგ ერთის მაგრამ შორს ვარ მაგ ეგ არის ისტორია რავი თუ კიდე დატოვე რა მნიშვნელობა ძმაკაცთან ვარ სახში რა და იქვე არის მაღაზია და ამან გადაიჭრა ვენები რომ მანქანით გადავიდეთ გინდა თუ არა მეთქი ბიჭო სამთვალები ვართ მეთქი და მაგარი ბუხოები ვიყავით მაგრამ ამაზე ადეკვატური მე ვიყავი ამ ძვაკაცზე და კაიო შენ და ჯექი მაშინა და კაი მეთქი დაუჯდები ჯანდაბას ნუ ეხა მაგდონეზე ვიცი არა რა მანქანას გავიყო დაუჯექი დაუქუქე მანქანა დავხედე მექანიკა ხოდა მექანიკის წარების აზზე არ ვარ ხო და მექანიკის წარების აზზე არ ვარ და აი მეთქი მანახე როგორ უნდა ვატარო თქო და ნუ ამიხსნა და რაღაცა ჯახირობდა ნუ ნელა ვივდივარ მაგრამ მოიდგენ სიტუაცია წარმოიდგინე ორი მთვრალი ტიპი იმას პრავა რო გააჩერონ პროსტა პრავას წარწმევენ მას არა და პრავა მექანიკის წარებას არ ვიცი ასწავლის ბიჭო იქ ადგილზე ხო და ეს რა ქვია მთვრალები იყვნენ ასე მექანიკას ამას ანუ ეს არის ღამის 3 საათი დავუსახლებელ ადგილას რო რამე ის არაფერი სახიფათო სიტუაციები არ შეგვიგო იყო პატრულიც არ იქნებოდა იყო პატრული არა დაუსახლებელს რა გარეუმანში რა აუსა ხო და დავჯექი და ვჯახირობ და ვისწავლე მექანიკის ტარება მივედი მაღაზიამდე და მოვდივარ უკან და ბიჭო მოსახვევია და რომ მოუხვი თუ ჩასვლელი იყო უბრალოდ დაღმართზე და რო ჩავედი დაღმართზე გამოჩნდა პატრულის მანქანა და რა უნდა გააკეთო ხა ადეკვატურმა ადამიანმა უნდა გააგზავნოს ის მოძრაობა ხო რომ არაფერი არ დაიწვა და მე სტორმუს ეგრევე და ამას გავხედე რა ვქნა მეთქი და მიდი გააგზავნე მე არაფერს გეტყვია გადავარდი სიჩქარეში და მივდივარ და პატრულთან მივდივარ როგორც სახით იცი მane ясна ეს რაღაც პატრულის რეაქცია წარმოიდგინე რომ გახედა ვიღაც ჩუვაკი შენთან ახლოს რო აჩერებს აუ არა და ბიჭო მე ხო გაგვაჩერა ის რა ქვია მაგას და მეორე და ნასვამიხარო მოდიან ცხეთიდან ერთად ესენი და პატრულები ნასვამიხარო მეკითხება შუშა რო ჩამოწი ეგრევე მაგას მეკითხება რომ ნასვამიხარო იმის იმედად რომ კაროჩ პრავას არ ვთხოვს კი მეთქი და კაი პრავო მომეოდი ბუსმელი რო იქნები იმას აღარ მოვთხოვს თქო და აი წადის ელოდებოდი პრავო მომეოდა მანდა გოერთა მეთქი და ეს იყო 1000 ლარიანი იმის დაიწყე ჩალიშიზები ის და 700 ლარი იმის უბრალობის როგორც მანქანა წაიყვანა სხვა საჯარიმოზე იას თუ არა არა ზოგადად მამა მოვიდა რა წაკო სუყლები გოწახი ах შევი იქვე ხდება ხო 60-ში აროჩერა ირა პისტოს ძალიან ახლოს ხდება საკთან საიდანაც გამოხდი კი სვეჩა მაღაზია იყო როგორ იცი აი 200 მეტრი ანუ ფეხით რო გადავსულიყავი აი ვაფშე პრობლემა არ იქნება შეიძლება უფრო მალე მივსულიყავ სანამ მე მექანიკას ვამუღამებდი შეიძლება უფრო მალე მივსულიყავ ბიჭო 1700 ლარი უცებ ხო მენა აი სახე გაგვაძრეს ასე რომ მეგობრებო თავი შეიკავეთ დასვამზე რომ დაჟდობაზე და უბრალოდ მიდუბეთ აქვს ამ იმაზე მანქანის იმაზე ახალი ის არის გახსნილი ეს ედიკას რო არის გერმანიიდან რომ მანქანები ჩამოყავთ რა პირველი ოპელები რომ მოდის ხო
ქუთაისთან მოდის მარშრუტით. ხო და ვიღაცა წინ მიდის სიგნალი მიცა, მაგრამ არ დაუთმო თუ რაღაცა და მაგათ მოდი შეაგინა რა მარშრუტით. რაღაცა შეაგინა ბიჭო და ზესტაფოს რო გასტები სანამ რიკოცე შეხვალ დაეწია 4 მანქანა თურმე მანქანები მოყავთ გერმანიიდან და ეს ტიპი გადმოიყვანეს კალოში და ცემეს მაგრა რა ემსღოლი რა ძალიან ცემეს და ისე ცემეს რომ ვეღარ ჯდება რა მანქანას და პრავა ვისაგავთო მე ვეღარ წავალო ეს კაცი ძაღლი და ვიღაცა ქალს აღმოაჩნდაო სათვალიათსო ბიჭო მუსიკის მასწავლებელი და მოვდივართ 20-ით რო კაროჩე ეს ხება ჩემი ძმა კაცი და მარშრუტკა მოდის 20-ით და ეს ტიპი რიზახის და ასხამენ და დაეწია ბიჭო ყველა ხო სიგნალებს ანუ დადი რაღაცა გადააციეთ გადმოციეთ დაეწია პატრული ამ მარშრუტკას რა და ანუ მოყვებითო დიდი ხანიო და გასმიდა ხალი ხალბატო რა ხდებაო და ასე მოუყვეს რა ისტორია და ვინ იყო რა იყო გააჩერეს და წაიყვანეს ყველა დაკითხვაზე რა და მე ვიყავი ეს ძახს მე ვიყავიო და ერთი ბავშვი იყო რა და სუქალები იყვნენ რა ეგეთი ის დაგვემთხო 3 დღე მოდიოდა თბილისში რა ეს ტიპი რა ამ შარის გამო რა და მეთქი აიღე მეთქი მე პრავაშენს თქვა შენ რა ყოფილიყავი მეთქი ახლა იქ თქო დაждდებოდი და წამოიყვანდი მეთქი და შარს არ აერდებოდი მართალი ხარო და დაიწყო ბიჭო მართვის მოწმაზე ამ ტიპმა ამ ისტორიის მერე წავიდა. რაღაცა ხო არის ორს რო ჩაიჭრები თუ რაღაცა პერიოდის მერე არა გაგეს ამბობს გიყვით ეს 2018 წელია და დღემდე მაგ იმაში არის ანუ მაგ მოჯადოებული წრიდან ვერ გიჭობდი ვერაფერს ვერ აბარეს ბიჭო და გაგიჟებულია. რას ვერ იტანს იცი ან მეც ვფიქრები ახლა მინდა მართ მაგრამ ბიჭო ის შეხვედრია ტრამვაი ან მომწესრიგებელი ქუჩაში შეხვედრია აქ ხო როგორ არის მოძა გამოდი ის ხო არ არის ხო გამოდი ხო არ ხვდები ეგენი და რატო არის მართვის მოწმობა სადმე არის ანუ ეგეთისა ალბათ სადმე არის წესით ეგრე უნდა იდგეს წესით მიმართულებას უნდა გაჩვენებდეს ანუ მარჯვენა ხელი მარცხენა თუ ეს ტრახშია გაკეთებული ეს ხელი თუ რა ყველაფერს მნიშვნელობა აქვს მაგრამ აქ ხო მაგრა კიდია ყველაფერი საერთოდ ბიჭო მარტო იმათი ბრალი არ არის რა ჩვენი ბრალიც არის მაგარი სრებივით და ტრამვაი არის სადმე ტრამვაი შეხვედრია სადმე ტრამვაი არ მართვის ტრამვაების მეტი რა არის არ გადაიდიო მართვის მოწმობა შენ არ გიდაიხოს მანდ ისე შენ ამბობ რომ რატო არის ეგ იმიტომ არის რომ შენი მართვის მოწმობა ისეთ ქვეყნებში ჭრის სადაც ტრამვაი არის ტროლეიბუსი შენ შეგიძლია აი არ მინდა იქ რო ჭრიდეს და შენ შეგიძლია ამ მართვის მოწმობით ეს მართალს იძახს ეს ჰოლანდიაში შეგიძლია იარო ამ მართვის მოწმობით და მაგიტო ორი ვარიანტი უნდა იყოს ან ისეთი საღებო უნდა შეგეძლოს ან ისეთი ქართულის ან იმის ქართულის ის არის ქართულის არის იქ ვიდეოები არის პატრული კი ეგონა იყოს პატრული რო გაჩვენებს რომ ეს რო გაჩვენებს რას ნიშნავს უნდა ვიდეო ისინი როა ხო 700 ლარიანი ჯარი მაიღე 20 მეჩი არ გავხედი მაგას 800 ლარი დამიწერეს იმის არა კიდე 400 იმას დაუწერეს მამამის რატო მანქანა გავატანა 500 ჯიგარო ძალიან იცოდა ის რას მატანდა ისე გემრიელად ეძინა იმას მეგონი ეგ არის გუნდიში პროპკები გექნება მოსახeki ჩემო ძვირფასო მეგობრებო სანამ აგერ ბავარიას ვივსებთ შეგვიძლია რომ ნელ-ნელა გადავიდეთ რაღაც თამაში აქვს გამზადებული ჩვენთვის ლალიკოს და გუნდიშას რისთვისაც დაგვჭირდება ლალიკო და გუნდიშა დაფები თამაშობ ძალიან მიყვარს ეს სფერი სხვათა შორის ბიჭებო აი ხედავთ ჩანთას ხორღარ დაუ მეც მოდი ახლა პროსტა ისე მითხარით რა ყველანაირ წერის garaშე თქვენი აზრით დაიცა გუნდიში სანამ ეგ დაიწყება რა თამაშობთ როგორანაირად უნდა გამოიცნოთ ფასი რომელიც უფრო შორს იქნება ის არის თამაშის ბოლოს რომელიც უფრო შორს იქნება და წააგებს ფასებისგან შორს იქნება დალევს შოტს აუ რა კონკურენცია მაქსიმალურ დებილ ფასებს დავწერე ხა რაც კი შეიძლება რომ აქვს ერთი თეთრი მოგებული დალევს 3 შოტს ეგ არის აქ ეგ უკვე სხვა საუბარია ოკეი ეს ჩანთა რა ამას ნუწერთ ახლა ეს ისე მინდა რომ საჩვენებლად ისე უბრალოდ განახასებელს ხონდა ასეთი ჩანთა და შენი მუსიკის მასწავლებელს ხონდა აი მოდი საცილად გვათქმევინე უბრალოდ რა შეიძლება იყოს ფასები შენი აზრით ალექს ჩემი აზრით ეს ამაში მე სიმართლე მე არ კაპიქს არ გადავიხდიდი მაგრამ ვიცნობ ადამიანებს ვინც 1500-ს გადაიხდიდა ამ ჩანთაში ჩემი აზრით ეს თუ ნაღდით ყავია ეღირება 5000 евро 1000 ბრენდი ბირკინი ეგეთი ის არის ბირკინია 6000 евро მე ვერ ვერკვევი ზოგადად მოდაში უბრალოდ რაღაცა 6000
რა ბირკინს ზოგადად კაი კი ძალიან 6000 ანუ 6000 თქვა 15 ვიძახი მე ბირკინი არ ვიცოდი ეგ ბრენდი და თავიდან რომ წოდნო და 15000 დოლარი ევრო მაინც ისე ახლოს ხარ რომ დავაკონკრეტოთ მაინც ლარებში რო ევრო თქვენ $5000 $5000 თქვენ დოლარში ბირკინი არის ამერიკული კომპანია ანუ ბიჭო ჩანთასაც ჯორჯ ბირკინი კონკრეტულად დაიჭირო გადაიკიდო კიდევაც ეგ კონკრეტულად ეს ჩანთა შვიდი მარტო ეგღირს ზოგადად ჩანთებში დიახ კი გაჩა ის მეტალითთან სერიოზული ის არის მე უშენ იქით გავიფოლო ამხარეს ვერ ხედავ შეიძლება ეგ მობილური სისიც იქით ამხარეს ვერ ხედავ პატარა ის პატარა ის სეტკა ხო იცი power bank-ი ქონდეს ჩაინტეგრირებული კონკრეტულად ეს ჩანთა აუქციონზე გაიყიდა 8 მილიონად აი ზუსტად ვიცოდი იმიტომ რომ მილიონად? ხო ეს კონკრეტულად ეს არის რაცაც ხმარობდა თვითონ აი მაგით ვარ და ბევრი ფული მქონდეს რა უშუალოდ ბირკინიზი ხო თვითონ მაგტიპ მანქნა ჯონ ბირკინის ჯონ ბირკინის ყოფილა მე მეგონა ეს მე რა ის ეხა ზუსტად იმედია ცოტათი მიხვდით ხო იმას ეგეთ ნეს ვიყიდი ბევრი ფული რომ მქონდეს და არ მინდა თქო მაგით თქვენ და გამოისმენთ ეხა ფასები ოღონდ ეს ჩვენი თანამემამულე დიზაინერის შემოქმედება გესნობა ალბათ მე ესეთი მაგ 38 ზომა კალოშ რო ვიცი სოფელში ზუსტად ასეთად ვაქცევდა მაგის ფასი უნდა დავწერო იმის რა ქვია რაღაც ისტორია არ გაქვს ამაზე ეს არის პოლიკორბონატის არა ეს არის რა თქმა უნდა ისტორია ხედავ პირდაპირ შეჩემო ხედავ პირდაპირ მაგრამ ღირება პოლიკორბონატის ზომა ვიცით ჰა თუ არ აქვს ნიშნულობა ზომის მიხედვით არ იყიდება ესენი მხოლოდ ორიგინალში გამოდის 51-ები მოდი ვალუტაზე შევთანხმდეთ ეს არის მარცხენა ბიჭო მარჯვენა უფრო უნდა სამი 2 4 15000-ო და ან მე მაქვს ან ღირს 3507 ევრო ან ღირს 17413 დოლარი ერთი პასუხი რა თუ შეიძლება რა 15000 რა გიწერია დოლარი მაშინ ევროს ტოვებ რომ მოსტოვებ ევრო 3507 ევრო გაიმარჯვა ალექსამ 1-0 ევროებში არ დაწეროთ მეთქი მაგრამ $725 ღირს ეს ევროები რო გადავიყოლე და არ გავიგე დოლარს 700 აღირს $725 აი შემდეგი შესანიშნავი ასეთები გადამეყარა მომიდაჩევნა ეგეთი ეგ არის მოტანილი აი დაბლო მარჯვენა რომელიც არის შენი სიაგა ბიჭო ის რას უშვება გეუბნებ ჩამოსული იყო სადაც გადაგიყარა მომიდაში წაიღო ამერიკაში ხიდის ეხა ან მეცოდებიან იქეთ ხალხი რეებს იცვამენ რო იცოდნენ წინას რა ფასი იყო 725 იზა ჩემი იცვამს ხოლმე ვენახი შესაძამლოდ ასეთ რაღაცებს ოკეი 700 რა იყო 725 ეს ვიცი რაც ის ეს ვიყიდე სხვათა შორის დახატა მე მგონი რაღაცათან ეს ზუსტად ვიცი აბა 3 2 1 2400 1200 პლუს მინუს $20 აი ზუსტად არ მახსოვს კოსტა გიორგი რა ამ შემთხვევაში ცოტნე მოიგო იმიტომ რომ ეს ცოტა დახეულია შეამჩნევდი და დაფრთხილი 1180 რო იყოს ხოდ $625 $600 ანუ იმიტომ რომ აი ჩემ დროს მართლა ასე ღირდა და გაიაფებულა ეს უნდა წამო ერთი აი შემდეგი ეს თუ გახსოვთ ძალიან ეს მახსოვს ეს ის ბალენსიაგა იქნება ხო სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად თემდეს სოფლიდან ასეთი რაღაცით მიგზავნიან რაღაცეებს ხოლმე ნიგოზი რაღაცა პატარა ჭაჭა აი მარშრუტის თავებზე რო არის გადაბმული ხოლმე შემჩნევ ატარის უნდა თქვა თუ ქალბატონს არა ეს ქალბატონს რო აქ ხა მაგის ეს ვიცი ესეც ეს ძალიან ადვილი არის ეგ არის აბა 2 1 80 კაპიკი და კიდო მანეთი მაგრამ ის 500 და $769 აი აქ ეხა ნახე ქვევით წახვედით უკვე დემნა დააკნინეთ თქვენ ცოტა ფასები დაწიეთ დემნა იყო ესა ყველა დემნა ეს არის $2090 ღირს სხვათა შორის ეს ჩანთა შენ მოიგე მაგრამ ეს 69 რამე ისეთი გიორგი სპეცსაცმელი ნაკლები ღირდა ვიდრე ეს 69 ბიჭო ამაში ფესაცმელი ეტევა და მალავს მაო აუ ხო რამდენი იმ ყველა ფერს ეხა რაც იყო ამაში ჩააწყობ ალექსას ფეხსაცმელები ჩაიტანა ამერიკაში დევნო ამ ჩანთა ეს სხვათა შორის მინდა რომ კიდე მქონდეს ხო მქონდეს ო ეს რა არის გეხოწე წელი თიაქარის ის არის პირსახოცი აქვს შემოგრული თუ მე წელი თიაქარი კი პირსახოცი აქვს ჩაცმული რატო არის
ეს პირსახოცი არის ეს პირსახოცია გამოსაცნობი? კაბა. პირსახოცი კაბა. ეგეთი პირსახოცი მეც მაქვს ოღონდ სხვა ფერში. ეს ქალბატონის არის თუ მამაკაცის თუ ყველა იცნობს. შეიძლება იგივე ფერის მიხედვით არის ეს არის მამაკაცის მოდელი და დემნასთან მაქვს იქით ქალის მოდელები თუნდაც გამოგირბენინებ უსებ და მოგიზა თქვენ რა ზომა ხარ თუ კაცრავად. და ამას რამე ელუიდან იმით შესაკრავია თუ ეს უნდა იმას რა ჩაიტნიო თუ ამ ჩატნევით არეგულირებ რა ზომაზე გინდა წელზე რომ შემოგეხოს. აი ხე ეს ეღირება რა უაზროფასი. ზარა იაფი ღირსაა. ვიცი ეს. 20-30 დოლარი. ეგრე ღირსაა. 400 რაღაცა ღირსაა. მაგრამ წერტილი არ ეღირება ეს რაღაცა ციფრიც უნდა დავწერო და ვიცხოს და მოდი ეს იყოს. შემოატრიალოთ თუ შეიძლება. 1004 ცენტი კი ბატონო 3700 ეს მიყიდია თაში შემიძინე არა მაშინ ფასდაკლება იყო ბიჭი შენ რა დოლარი შენ ცდები იმაში უნდა პირსახოცი მხოლოდ და მხოლოდ $925 2 ალექს დავაი გავაწურიოთ და ისე ორივე და რაღაც 5 კითხვა არის და ბოლო გამარჯვებულიც გამოვლინდება ამით უკვე ნერვიულობ აუ გაია შეჩევეს ბიჭო ეს იცი რა არის ეს არის ორი ვერსია მაქვს ან ზაღლმა შექმნა ეს აუმა ზაღლმა ან დენმა კი ბატონო ან მოტოდან გადმოვარდია ტრაგედია ან დემნამ ვიცი ამის ფასი და თუ გინდა მოვიგებ რა ვიცი დენმა არ შეიძლება როგორ ჩარვალის დენი რო გირტყავს და რო წვავს რაღაცას ეგ არის ცვეთში 220 ფეხსეც ისეთებიაცვია მოდურო ლუკი რო შევაფასოთ ჩემოცოტნე აი რო ზემოთ რო ხედავთ რა ხდება კი ზემოთ რააცვი ეგ მაინტერესებს და აქეთ ვინ არის ფოტოს აქეთ წინა ეს ეგეთი დახეულია ოკეი თუ რაღაცა არსებობს მე მგონი ეს უნდა ღირდეს სხვათა შორის მინდა ითქვა რომ სადგურის მოედანთან ასევე აღნიშნო ძალიან ბევრი მოტური ადამიანი შემჩნევია მეც აო გეხვეწე დავფიქრდე ოკეი ეს იდიოტი ხარ ესეთი გამოხეულები გარბოდენ უკან შეჩება ისე აგიტო თემა მეთქი 1000 ღირს თუ არც 2450 არის ამის ფასი და ალექსა მოიგო მაგრამ პატრიოტიზმის გამო მე სამი შოთი დაიმსახურა ალექსა და შავ პარასკევს ვიყავი ბოდიში და ფასდაკლებაში მოყვა და არ გახსოვდა არის ზუსტად და ზუსტი ფასი ძალიან დიდი ბოდიში რა მაინტერესებს იცი ახლა რაც ნახეთ აქედან იმ ჩანთის გარდა თუ ხართ რომელიმე ჩამცმელი მე არც იმ ჩანთას არ ჩავიცოდი არის ჩანთით არა ჩანთას გამოიყენებ რა სოფლიდან რაღაცა და რა ტრემალი სხვათა შორის პირველი ეს რა ქვია ცოტნე პოლიკარბონატი ჩანთა რაც იყო ის ფეხსაცმელი რო იყო კარბონის ფეხსაცმელები ის შეიძლება სწორად თქვი გიორგი შეიძლება ეგრე თქვა ცუდი არის არწმუნებული არ ვარ იმიტომ რომ ერთადერთი რაღაც იყო რაც არ მინახავს საქართველოში ეგ რაღაც ეგრე გამოყენებული და ლამაზი იყო ცოტა რაღაც ამისგან განსხვავებით ეს ცოტნე უნდა დალიოს მაგრამ შენ თუ ძალიან თხოვ შემიძლია რომ შენს დაგალევინო იმეც დავლევ ერთს იმიტომ რომ აქვს აუცილებლად მანქანით არ ვარ დავლევ რა თქმა უნდა ერთს იმიტომ რომ მანქანით არ ხარ ტრადიციულ რუბრიკას სტუმრის სადღეგრძელოს თუ სადღეგრძელოს შევარჩიოთ სადღეგრძელოს იყვის ისეც მოუვა ისმენს ბაუნ ხო გუნდიშას მოდი აღარ უნდა ამის დალევა როგორც ვიცოდით მე მინდა რომ დავლოცო ჩვენი სტუმარი დღევანდელი გადაცემის უმაგრესი და უსაყვარლესი ადამიანი ჩვენი ალექს გაიხარე მე მინდა შენ გაგიმარჯოს მაო გუმფულა პირველ რიგში ვიტყვი რომ შენი თამადობით ყველა ჩვენს ყოფილ და მომავალ სტუმრებს გავუმარჯოს შემოზმაო და მე ძალიან მიყვარხარ ძალიან გაფასებ ვიცი რომ დიჩრომას დებწმაო იმ საქმეში რასაც აკეთებ და გული და სულით ხარ მონდომებული და სრულიად მომართული აქეთ ხარეთ რომ გაართო ხალხი და მაქსიმალურად დიდი ბედნიერება აჩუქოთ თქვენი პროექტებით და მინდა რომ შენ გაგიმარჯოს და გისურვო ყველა საქმეში წარმატება
თუ რამეს მოგიდებ ხელს. სიტყვები იყო რაც მომწონს. შენთან ერთად კიდე ჩემო ძმაო, გაუმარჯოს ყველა ადამიანს, ვისი გამარჯვება შენ გაგიხარდება. გაიხარდა. თავი ჩავდენე იმედია რომ გაუხარდება ჩემი გამარჯვება. ძალიან კარგი სიტყვები იყო. შემოგეღოს ჩემი თავი, აბა. გაგიმგარჯოს. გაუმარჯოს ალექსის ძმაო, ჩვენს გამარჯვოს. გაიხარე გონდიში. წარმატებები და ყველაფერი საუკეთესო ჩემს მეგო. გაიხარე. გაიხარეთ, მეგობრებო. ძალიან მიხარია თქო, თავიდანვე დავიწყე, ანუ ატმოსფერო, გარემო, სადაც ვარ თქო და მინდა აქ წარმატება გისურვოთ. ბევრი საინტერესო სტუმარი, რაც შეიძლება მეტი შემოქმედებით იზრდა, არა მარტო ამ კუთხით, სხვა კუთხეებითაც, სადაც თქვენ გაგისწორდებათ, სადაც თქვენ თავს დაინახავთ, რომ ოკეი, აქ მაგრა ვიქნები. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, მოკლედ და ბევრი საინტერესო პროექტები გაგეკეთებინოთ და მადლობა მოწვევისთვის, დალოცვისთვის და უღრმეს მადლობა. ყველა შემოქმედებით ადამიანს გაუმარჯოს. ეგ უნდა გამოვიცნოთ. მოდი გამოიცა ინტრომენ. მაგარი ის არის თამაში. ცოტნე. გენაცვლე. ყველაზე მეტი რამდენი დაგილებია ლუდ? უი დედა, არ არსებობს მაგის ის. არ არის ეგ დათვლილი. სტატისტიკა არ არსებობს? რავი, შენი პრობლემა რა არის, იცი? დალევაში. არა, ფლელი არ უნდა სვამდეს. ვინც მაგას გითვლის, ეგეც არ უნდა სვამდეს. ვერ მოყვება გესმის. ვიღაცა უნდა ყავდეს ერთი ადამიანი. 17 და იბრიდება და შენ გინდა ტიპი ვინც არ სვამს. ჩემი ფასე. დავაი, ოკეი. მე ხოთა შორის ძალიან ისა ვარ ნახატებში. კარგად. ერკვევი შენ ჯოკონ და აი ცუდია? არა, ძალიან კარგია. ძალიან სწორი ის არის მესიჯი. ეს ზოლებად არის ჩემი პერეხები წარმოდგენილი, ერთი ფეხი მაქვს თუ რამე სხვა არის დახატული. ამაზე ამბობ ეს პატარა წანაზარდი რო არის რაღაც. ეს მხატვრის შემოგიმეს დავტოვოთ. ბიჭო, ეგ აქვს რა ხელოვან ხალხს ხოთა შორის რაღაცა ჩაფიქრებული. აუ, ძალიან მომეწონა და ეს რო დავტოვოთ და რა. არ მოუხდება ეს ნახე რა. არ გაჩერდა? გაიყოს მე მივამაგრებ აუცილებლად. იქ დავამაგრებ შეშო. ნახევრად იდეალურად გილასდებს. არა, ეს ინტერნეტ სივრცეში დაარჩება. ისტორიას. ვალის ტელეფონში არის უკვე რაც ვიცი. ეგეთ ხო შეხვედრიათ რაღაცა ბანანი რო არის კოჩით და რაღაცა გაიგდა და რაღაცა გასულა ისე. მეგონი ასეთ რაღაცეებს უფრო აქვს. აი ხა ეს, თუ კიდე გავყიდი. მართლა გაყიდე აუქციონი. მე პრობლემა არ მაქვს გავყიდი. თვითონ ეს დაფა სულ რაღაც რა ღირს ეს დაფა? გაწელი 10 ლარი ღირდეს? ისე მაგის იდეა. 20 ლარად გავყიდი რავი, მეტი რა ვთქვა ახლა. გაყიდი ჩაუბრიოთ. კოჩი და ბანანზე ზურგად გაყიდი. აუქციონს მოვაწყობთ. ცოტნეს ამ შვენიერეს. ნახატზე და ის რა ქვია, თანხა წავა ლოთების ქველმოქმედებაში, ანუ მე და ცოტნე წავასწავლე დავლევთ. ამას აღარ დაუსხოთ მე თვითონ გაიხსნა ეს დალევ გაიხსნება არო შეუტევს აი ის განახია არ მახსოვს ვინ იყო ის შრედერი რო ქონდა ჩამონტაჟებული იმაში ნახატში და რო გაიყიდა აუქციონის ბოლოს ეს ნახატი რო გოგონა ბუშტით იყო გახსოვს ეგ ნახატი რაღაცა თელი ბუშტი რო უჭირავს ესე გოგონას და აუქციონის ბოლოს ახლა რამდენი მილიონზე იყო მეგონი რაღაცა აუქციონი დამთავრდა თუ არა ვიღაცა მიყიდა და ეს დაშრედერდა ანუ ჩამოვიდა და ზუსტად ნახევარი ნახატი ჩაიჭრა რა ბერგანის შრედერას საკეთებს რა რო აქუც მაცებს რა მაგას და ფას მაიწია რა მოდელინივე 10 მილიონით უფრო მაღლა კიდე კი და იმას გაშრენიყო წარმოიდგინე მე რა პროტესტი ქონდა ამ ტიპს რო არ შეიძლება რომ ნახატი ესეთი ის იყოსო რა ფასი ეგეთი ხალხის მეშინია არ გამოუვიდა პროტესტი მართლა ანუ მართლა გეუბნები რაღაცა მოღუნულ რუსმაში ბაბუა ჩემი რომ რაღაცას და ეგელათი არ მოწოდა და ეს რო გამოვიდა 17 მილიონი რაღაცა რო იძახის და მე რო სოფელში მიჟანგდება ეგეთები მე ვკაიფობ არა ხო ეს ბანანი რო მიაკროს კოჩით და ეგ რო ის ვიდეო რო არის რა ქვია მაგას კედელი არის და აქ ბატონი დგას და ჩუვაკი გამოიქცეო მარკერი თუ რაღაცა უჭირავს ხელში და ახტება და ეს და ხალხი რო დგას და ბრაბო რო იძახია იმან ორი წამი გიორგი მაცადე და ის გვაქვს კომენტარები გვაქვს რომელსაც ჩვენთან არის ყოველ დღიური რუბრიკა ყოველ გადაცემაზე უბრალოდ სადაც ვათამაშებთ ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებებს. ვა, ეგ არ ვიცი. მე არ შემიძლია მონაწილეობა რომ მივიღო. შენ გადმოგეცემა ავტომატურად. აქ ჯერჯერობით მარტო ლუდისაა წყვია, მაგრამ ბავარიასაც ჩავაწყობთ, იმიტომ რომ ცივი გაგატანოთ. მადლობა.
შემოგება ჩემი თავი. ჩიპსი ასე რაღაცა. სამივე გემო არის წარმოდგენილი. მე ვიყავით სხვათა შორის, სადაც ამ კარტოფილს მოიპოვებენ, მოპოვება თუ ქვია არის. გადაიგე. მიწაში რაც არის, ჩემს ყველაფერი მოიპოვება. ხო, ვიყავით იქ რა ქვია და ჩვენი თვალით დავთვალიერეთ ყველაფერი როგორ ხდება რაღაცის და ბიჭო ისეთ რაღაც არის, ზოგადად რაღაცის რეკლამას რასაც აკეთებ, შენ თვითონაც უნდა იცოდე ალბათ რა ხდება სინამდვილეში რაღაც და სასიამოვნოდ კი, სასიამოვნოდ განსხვავებული დავრჩი მე. ყველა ჩიპსის აქ ეს წარმოება ყველაფერი მიხარი. შენგენაც 100% ქართული და ნატურალური ჩიპსი. ძალიან პრემიალური პრემიერი ვარ მაგრამ. მართლა ფეხბურთი ვისაც უყვარს და ზოგადად მე ფეხბურთი და ლუდი და ჩიპსი ჩემი განუყოფელი ნაწილია. ფეხბურთი როცა არის მაგ დროს და არა მარტო მაგ დროს, იმიტომ რომ ჩაუჯდები. ქართულ კლუბებს ახლა ევროტურნირებზე იმედი მაქვს რომ რაღაცამდე მივალთ. მადლობა მოკლედ ძალიან კარგი ის არის. გენაცვალე. ბედნიერი ვარ. მოკლედ რაც გითხარით საჩუქრები გადაეცემა ჩვენ გამომწერებს რომლებიც პირველ რიგში დაგვიწერენ კომენტარებს მიზეს თუ რატომ უნდა გამოიწერო სამარილე და ასევე სახალისო და მხიარულ კომენტარებს ზოგადად ვიდეოსთან დაკავშირებით. ხო, ლუდისას Facebook გვერდზე უნდა მოგწერონ რომ მიიღონ საჩუქრები. მაზოხისტებმა სამარილე იმიტომ უნდა გამოიწეროთ რომ ცხელმზიან ზაფხულის სამუშაო დღეს უნდა ჩართო და მაგაზე მეტი ტანჯვა რა გინდა. მადლობა ბიჭებო, ჯავახ მაგარი კაცი ხარ წარმატებები. წინასწარი. ძალიან ორაზროვანი ჯავახარი ძალიან კარგი ადამიანი. კი, ნამდვილად. რატო მოიგო? კაია, შეჭე. ვა, კაია, ამას დარწმუნებული ვარ რომ არც იცოდა, ანუ ილუზია ძალიან ექნებოდა რომ მოიგებდა, პროსტა დაწერა. ჯავახ, მოიწერა არ წამიკითხე. ჯავახა მოიწერა შემდეგ გადასამაშია, ხო, ეგ იყო. ჯავახა მოიწერა. ჭამე ანაჭამეში გვინდა ჯავახა. აი, ეხლა სწორად წაიკითხე. წამე ან აწამესი. გვინდა წამე ან აწამეში. კაი, მე გამეცინა ამაზე და მე ჯავხზე რა აი. კაი, მოდი სამი რო არ იყოს ხოლმე მარტო და ჩვენ რა გვენანება, რა მოვიფიქროთ ეხლა და ვინმეს კიდე ისე მარტო რატო უნდა გამოიწეროზე არა. მე რამდენი გადაცემა? მე-16. მე-16 კომენტარს აჩუქეთ. ყველაზე უცნაური ისტორიას მის დაწერს ლიშენია რატომ იცეს? აუ, ეგ არის აი ცოტნეს ისტორიასთან, ანუ რაღაცნაირად ჩვენ გაგახნევთ ლუდით და ჩიპსით, რომ მე დალიოთ ისე და მეორე ლიშენია თუ გასული აქვს უკვე. ისა ყველაზე უცნაური ისტორიის ლიშენიასთან დაკავშირებით რაც ხდება, იმას მოვაგებინოთ შემდეგ გადაცემაში. მეგობრებო, აქვე ხო, ყველაზე საინტერესო რა, უბრალოდ ხშირი კომენტარებია ჯერ კიდევ რატომღაც რომ ლუდისას ვერ პოულობთ მაღაზიებში რაღაცა არ ჩანს ხოლმეო. იმ მაღაზიების გარდა სადაც იყო, აქვე დაგვემატა უკვე გალფსტორებში ლუდისა, ასევე ფრესკოში და ზღაპარში. ზღაპრის მაღაზიათა ქსელებში. ხო, ნუ მოკლედ ნელ-ნელა უფრო მეტ და მეტ მაღაზიაში შევდივართ მეგობრებო და ყველგან იქნება ხელმისაწვდომი ლუდისას. სხვათა შორის ძალიან გემრიელი იყო მე რაც გავსინჯე. უღრმესი მადლობა. ძალიან გემრიელი იყო და არ ვიცი აქამდე არ იყო აქამდე. რატო არ იყო, მაგრამ აცი იქნება. რატო? ხო, გულსფელად ვიტყვი მეც რომ ესე გემრიელ ჩიპსი არ მიჭამია ძალიან დიდი ხანია. არა, მართლა გემრიელია სხვათა შორის. მირჩევნია სხვა დანარჩენს. ძალიან კარგი. მე ვარ ჩიპსის მოყვარული, მაგრამ ეს იმდენ და მე ვასა რომ სემნით ვახრამუნებ ხომ. ბიჭო, ის არის, კაი, ჩიჩიანი არის თითქოს რა გემრიელო ჭამნა განაყრებს თუ კი რა და მაგიტო. იაპონიაში რა ხდება? ჩვენი ქვეყანა და იაპონიაში არის შეგიძლია რომ ბებია იქირაო. ეხა იყო იმაზე რა ქვია, ნიუსი დაიდო ეგეთი ის რა ქვია. ბებია შეგიძლია რომ იქირაო, რომ რაღაცები გასწავლოს. და სერიოზული სტატისტიკა უდევს რა მაგასთან, რომ ძალიან ბევრი დასაქმებული არის რაღაც 60-დან 90 წლამდე ქალები და რაღაცა და გასწავლიან იქ ბავშვს როგორ მოუარო, შეყვარებულს როგორ დაშორდე. ბებია რაღაცა ხო და ეს სერიოზული სტატისტიკა არის. ანუ თავის გამოცდილებას. ხო, გამოცდილება და ბებიები მუშაობენ მაგით რა, ანუ დასაქმებული ბებიების ამ იმაში. სერიოზული ის იყო რა ქვია სტატისტიკა. ეს ნაღდია თუ დათვერი და მოიგონე რამე. იაპონიისგან არ გამიკვირდება. მე თვითონ მყავს ნაკირავები ერთი მე თვითონ არ მყავს ბებია და დავითრია ცოტა ხანი ბებია. ბრიტანეთი და იაპონიას ანუ ეს ტრადიციული რაღაც თავისი მეებს რო რაღაცა
დავიჯერებდი, ანუ იაპონია რა ხომ ბიჭო, სისულელეების მეტი რა წერია ინტერნეტში, მაგრამ ხო რაღაცები ხო ცოტა ისეთ იმასთან რო არის დაკავშირებული, ხა იაპონიაში ნაკლები იდიოტები გაგიათ. საქართველოში დაიმუშავებდა ეგრე რა. იქ თუ იაპონიაში ბებია არა, საქართველოში იქნება ყველაზე სწორი ბებიას დაქირავება არის საქართველოში ხაჭაპურს რო გამოგიცხობს. მე მგონი ჩვენი ის არის, ეგ ჩვენი რაღაცა იმას. ყოველი დაიქირავე რა, ბებიას ქირავ მოგიწევს. ბებიას გამოსხვარი ხაჭაპურის სხვა არის. შენ ეგ არის და რა შეჭება რა. შენ ეგ თუ არის დიდი ვიჭი არო ბებიას ისა რა. ბებიას ხაჭაპური არის. ბებია არის, კაი, რო უხარია თან რო ხედავს, უჩვენესული ჩამოვიდა თორე. მე გამარჯობა შენი და ხაჭაპურებს მაგდროს გიცხობს ყველაზე გემრიელს. ანუ შენ გონე ნაკირავი ბებია ეგეთი იქნება. უი მოხვედი შვილო. იმაში რო არის ხო იცი იმერულეს გზებში არის მაგარი სცენა ერთი რო ჩამოდიან და ფართოგზე რო ხედავს იცნობს და რო ჭიშისკენ რო გარბის რა. ვაი მე ჩამოხვედი რაღაცა. ბიჭო ანუ ბებიას აქვს ეგ ისა რა, ანუ ჩვენთან ეგ ისა რა ბებია და ბაბო აქ და პაპა და ბაბო თუ რაღაცას ანუ რაღაცა ხო ბებია და პაპა იდეაში ხო აქეთ ბაბოა და ბებია არის ბებია ბაბოა და იქ ბიჭო ანუ სხვანაირი ისა აქვს რა, ანუ გეძმა კაცება თან ხაჭაპურს დააბზრიალებს. მე პაპა არ მეც ბაბოა. იმიტომ რომ მე უხეშება რა იმისთვის, რამდენად ტკბილი ხალხი არიან მეთქი რა. შეიძლება ვიღაცას ყურში ძალიან რბილად და წხვდება და ძალიან გემრიელადაც, იმიტომ რომ მიჩვეულია თავიდანვე რა. გადაიმტერა კახელებია. არა, მართალ სიძახის კაცო. გუნდში უნდა ვიბრძოლოთ ხო? არა, კომენტარებში დაწერეთ მართლა სხვადასხვა. არა, მე პაპა, ონთ როგორ იცი? პაპა ეს უნდა იყოს რა. მოდულს უნდა გააგზავნოთ. ორი? პაპა ორია. შეიძლება არასწორად თქვი. კაროჩე, ჩემთვისაც ბებია ბაბუა არ შემიძლია არ დაგეთახო, მაგრამ იქით რო ხარ კახეთისკენ ეხა. არა ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ბიჭო, ხალხი ხო იგივე არის, კაცო, ჩვენი მშობლები არიან და. აი, გაი ხაჭაპურს აცხობდნენ. ასე რომ დააბზრიალებენ ბიჭო. იმას უყურებდი? ურა, კაი იქნება. ახლა გაიჩნდა რაღაცა პიცის ჩელენჯი ქონდა PS-ს. ნახეთ, ეგა ყვარამ რო რაღაცა დონარუმა და ყვარა იყო. პიცას რო აკეთებენ, ეგ არ გინახავთ ეგ. ახალია? ხო, კი, მზარეული არის, რაღაცა გადაიღეს რა. On tire, Emily, ici on tourne. Voilà. Very good. On tire, on tourne. Bravo. On lance. Et voilà. Hey, very good. Guarda. Oh. On croise On croise, et on décroise. on trecroise. Voilà. ვიდეოები გადაიღეს სეზონის წინა როგორ ემზადება გუნდი და ანუ გარდა იმისა რომ რაღაცა ვარჯიშობდა და მიხარ და რაღაცა მხიარული ჩელენჯები რა. რატომ მოიყვანე ეს გეხვეწებით არ ამოჭრათ, იმიტომ რომ რაღაცა ადამიანებამდე მინდა რომ მივიდეს. რაღაც ადამიანებამდე მინდა რომ მივიდეს რა. ზოგადად ნებისმიერ რაღაცა ანუ წარმოიდგინე PSG, რეალი, ბარსა, მანჩესტერი სიტი, ლივერპული არავის არ უჭირს, ანუ არც სიტყვაზე ტონი კროს არ უჭირდა თავის დროზე, ამ დრო კილიან მბაპეს არაფერი არ უჭირს, რომ დაჯდეს YouTube-ში და რაღაცა მხიარულ რაღაცეებში მიიღოს მონად ჩელენჯებში, ახლა ყვარადა დონარუმა ყავდათ თქო, ნუ პიცა გააკეთეს, ხო და ამ ყველაფერს არ აკეთებენ ქართული კლუბები. ანუ თავიანთი რაღაცა, ანუ ამ ტიპებს სხვა რამეს აკეთებდნენ, მაგას მინდა ეწეს. ხო და ბიჭო, ანუ მაკედან თუ არ დაიწყეს ცოტნე, ანუ ეს იგივე შემადგენელი არა, შენ ამბობ ხო რა, რეკლამის ფონდში ხო. როგორიც არის ავტობუსი, როგორიც არის სტადიონი, გჭირდება რა, მწვრთნელი, ექიმი და ასე შემდეგ რა, ესეც გჭირდება რა. შენ თუ შენი ტიპი, ანუ რაღაცა სხვა კუთხით არ დამანახე, ჩემთვის რაღაცა სტადიონზე მოსვლა, მე დავდივარ ისედაც, მაგრამ ვიღაცაებისთვის შეიძლება არ იყოს არ მოდის რა, იმიტომ რომ შენ შედეგიც არ აქვს და ინგლისის მეოთხე ლიგის გუნდმა გააკეთა როგორ რაღაცა იცი, ის გოლები რომელიც ვერ გავიტანეთ, როგორ აღნიშნავდით. და ეგეთი ვიდეო დადო ბიჭო ერთწუთიანი გუნდმა რა. რაც ვერ გავიტანეთო და ზოგი არ შემოსიალდება, ზოგი ამას აკეთებს და რომელი ის იყო რა ქვია. და ძალიან მაგარი ის გაიჩითა რა, ანუ მე მგონი იგივე იმაზე ვამბობ, გოლები რომელიც ვერ გავიტანეთო, ტიპები რო დგანან და ზოგი. არა, რას გეუბნები, ვიცი, სასაცილოდ რო აღნიშნავდნენ. ხო, ეგ არის, მაგას გეუბნები. გოლების მე აღნიშნავდნენ. რაღაცა თევზებს და ისლანდიის გუნდი იყო რაღაცა. გემი რო გააკეთეს. ცნობილი გახდა ეგ გუნდი. ხო და ბიჭო, ეგეთი რაღაცეებით უნდა რაღაცა წამოწი. ხო, რა თქმა უნდა ბიჭო. ეგ ეთქვი კაი რომ მაგალითია, მაგისაც ძალიან. იბერიაში რო არის ხა ქორო. კი, ძალიან მაგარია. ანუ ეგეთი რაღაცა, აი, არ ვიცი, აქამდე რატო არ მოიფიქრეს, აქამდე რატო ძალიან მაგარია. ბიჭები ლაპარაკობდნენ ორ შაბათობაში. ადრე მახსოვს
ისინი შეამოწმენ სოციალური ქსელები ქონდა თუ არა გუნდებს. და ნახევარზე მეც არ ნახევარზე მე თითქმის არავის არ ქონდა. შენ თუ ქონდათ რაღაც სისულელე ქონდათ ან რაღაც და დაიბარეს მე შემოწმებთ კიდეო და ვიღაცებმა გააკეთეს. სწორია ძმაო. უნდა ქონდეთ რა ხოროს დამატება იბერიაში არის ძალიან მაგარი ამბავი. ბიჭო ყველაფერს თავიდან ეს არის დამატებითი მოიყვანს. დამატებითი ფული არის ბიჭო, ანუ კლუბისთვის, ანუ წარმოიდგინე მართლა გეუბნებით, ანუ ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ რა ქვია, ლამინე იამალს ან კილიან ბაპეს ან ვიღაცა ტიპებს, ანუ სტარები ნოიერს და ვიღაც რაღაცა უჭირდეს, რომ YouTube-ში დაჯდეს და ფეხით კალათბურთის ფარში ბურთი ჩააგდოს. არაფერი არ უჭირს მაგის ფას, ის რო დაჯდეს შეიძლება ის ფული ვერ დახარჯოს ვერაზროს, რაც აქვს აქედან ნაშოვნი, მაგრამ იმან იცის ეგრო ეს საჭიროა მისთვისაც, კლუბისთვისაც, გესმის, ანუ საჭიროა რა. ხო და აქ თუ არ მივაღწიეთ მაგას, ანუ ქართულ გუნდებთან მიმართებაში ვიძახენ სოციალური მედია ცოტა თუ არ გაძლიერდა, უფრო მეტი ინფორმაცია არ გამოვიდა, უფრო მეტი, ანუ ჩემი არჩევანი რო იყოს, ანუ შენი არჩევანიც რო იყოს, კონცერტი რო გაქვს, რო სიტყვაზე აქეთ არის რაღაცა ლეძეპელინი, აქეთ უცნობი ბენდი საწახვალ, ხო, ანუ იასნა იქეთ წახვალ, ხო, რაც იცი და რაც მაგარია და შენ ეს ტიპები მე თუ არ გამაცანი, სხვა კუთხით არ დამანახე. მესმის რომ შენ რაღაცა შეიძლება ამ რაღაცა პრობლემა რა არის იცი კიდე ფეხბურთელს ანუ მე გადავეჭერი ამ ფეხბურთში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მართლა მაწუხებს ეს ქართული ფეხბურთი. მიკროფონს რომ მივუშვებ ქართულ ფეხბურთელს, საქართველოს ჩემპიონატში მის თამაშობს მიკროფონს რომ მივუშვებ, ეგრევე იწყებს თავის მართლებას. იმ მოგებული აქვს, წაგებული აღარ აქვს მნიშვნელობა, ანუ ეგრევე რაღაცა იმაში იცი რა დღეს ვერ ვქე, ანუ ეგრევე თავის მართლებას იწყებს რა, იმიტომ რომ გონია რომ იმას ჰეითერები, კაროჩი მიადგენია და ვინ არის, ანუ არ არის ეგრე რა, ანუ ეს ტიპები მოდი შენ სხვა კუთხით დამანახე მე იქ შედეგიც მოვა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენ დამატებით ფულს მოგიტანს კლუბში რა, ანუ საფეხბურთო კლუბში, რომ შენ რაც უფრო მეტ ამ კონტენტს გააკეთებ, სპონსორს მოგიყვანს, ეს ტიპი უფრო მოიხოდება, დამანახე რა ეს ტიპი რა, ანუ პრესასთან ურთიერთობა ჩემი აზრით ზოგადად ამ ვიდეოების მიმართ რაღაცაები, ხო, ცოტა დაბალი ასაკიდან უნდა დაიწყონ თვითონ საფეხბურთო აკადემიებმა რა. ცოტა დაბალი ასაკიდან უნდა მიაჩვენ. მე მაქვს ნანახი სიტყვაზე პატარა მოდრიჩის, პატარა რამოსის, პატარა მესის ინტერვიუ, პატარა ქართული ფეხბურთელის ინტერვიუ სრულყოფილი არ მაქვს ნანახი. რაღაცა ვიდეო ჩაკვესი მაქვს. ხო, ჩაკვესი მაქვს ნანახი ძალიან ერთ ფრაზას იძახის რაღაცა ტურნირზე იყვნენ და ზურიკოსი. ანუ პატარა ქართველი ხო, პატარა ქართველი ფეხბურთელის, ანუ მამარდასი, ყვარასი, ანუ პატარა ტიპის ინტერვიუ არ მაქვს ნანახი რა, მართლა არ მაქვს. იმიტომ რომ დაბალი ასაკიდან თუ არ ვასწავლეთ ამ ტიპებს რაღაცეები, იქ აკადემიაში არის იმ ასაკიდან ეგ არის პრობლემა, ანუ ვისთან უნდა აკადემიაში არ ჭირდებათ ეგ ნოიერის ვიდეო ნანახი გაქვთ? პატარა რო არის? ძალიან პატარა. ო, როგორ არ მაქვს კი? რო იმასშევა რა ქვია? კარებში რო დათუნია უდევს, ნანახი ეგ ვიდეო. კითხო მაგარია. რო გამოდის იქიდან რო რჩება დათუნია და მიბრუნდება კარებში დათუნია. საერთოდ ხახა 4 წლის იყო სისტემა. სხვა კლუბების თუ ანუ გააკეთებენ იგივეს იქნება მაგარი რა, იმიტომ რომ მეტი უფრო მეტი შემოსავალი ექნება თვითონ, თორე მე რა ვიცი, უყურებ დავალაიქებ, გულწრფელად რო თქვა რა თბილისში ხარ რაღაც თამაშებზე, ანუ მგონია რომ ბევრი ხალხი დადიოდეს ხანდახან ალბათ თამაშებს და შეიძლება 50 კაცი იყოს, ხო სულ. ეხა ქორო რო თამაშობს იქ ბევრად მეტი მოვა, იმიტომ რომ ნახეთ რომ კიკოფზე ძალიან ბევრი იყო მოსული. იქ ბავშვი მოვა იმის გათრით, იქ ის რაღაცა. ამით უნდა კეთდებოდეს კიდე რაღაც რა. გავიგეთ რომ ფეხბურთს ვერ თამაშობენ და სხვა რაღაცებს მაინც აკეთონ კარგად. ხო ბიჭო, სხვათა შორის გუნდიშ. ახლა ხშირად დავდივარ ხოლმე რაღაც განსაკუთრებით ქვედა ლიგებში, იმიტომ რომ ეს აკადემიის ბავშვები 16-15 წლის ბავშვები უფრო იქ თამაშობენ რა, განათხრობით სხვა და სხვა გუნდებში. ხო და ეს ნაკრები სანამ გახდებოდა ყვარა ისინი სანამ შემოიკრიბებოდა ეს ასაკობრივი შო თამაშობდა, მაშინ ვიძახდი რომ მეთქი 1-2-3 წელი მეთქი და აი ნახავ სასწაული ნაკრები გვეყოლება თქო, იმიტომ რომ იქ მამარდა, იქ ყვარა, იქ მამარდა ლივერპულს ულოცავთ აქვე. ხო და რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ამბავია და ალისონს ულოცავთ არაბეთს ახალ წელს. ძალიან გამიხარდა. ა? მიდის ხო წესით უფრო. მიდის არა, მაგრამ მე მიულოცავდი დიდი სიამოვნებას ალ-აჰლის მიულოცავდი. იყო ეგ ის რა ქვია თემა დაძრული ვაფშე. ძალიან მაგარია და ლივერპულის გულშემატკივრებსაც უყვართ, მაგრამ ქართული ლივერპულის გულშემატკივრებს ალბათ უფრო მამარდა უყვართ და ამიტომ ლოგიკურია. თავი გამოიჩინა აგინაზე. ხო და მე გეტყვი რა ქართულ ბაიერნის გულშემატკივრებს, რეალის გულშემატკივრებს, ქართულ ნებისმიერს რაც შენ ახლა მეკარე რაც უდი საგულშემატკივროა. თან გინდა შეუტიონ. თან გინდა აიღოს.
თან არ გინდა რომ ხო ყველა ძალიან ცუდი საგულშემატკივრია რა. იხარაც ითამაშა, ხო? შესამჩნევია რომ ფეხით თამაში გამოსწორებული აქვს ბევრად და უბრალოდ ეგ თქვა ის რომ გამოსწორებული აქვს და მე ვფიქრობ რომ გამოსწორებული კი არა, ოდნავ გამოჩნდა უბრალოდ რომ აქ საჭიროება. ხო. თორე ფეხის კაია და ეს ცაციულო ძალიან კაი რაღაცაა. ყველაზე ბევრი რაღაცა. ეგ არის კიდე მამარდაზე ბარემ ამოვწუროთ ეს თემა. პროგრესი მისი საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა და ვალენსიაში რა გახდა და ანუ ეს მაჯის გამაგრება გინდა, ახლო კუთხე გინდა, შორეული კუთხე გინდა ფეხით თამაში. აი ეგეთი მინდა რომ იყოს ყველა ქართველი სპორტსმენი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ყველაფერი ჩადო მაგაში რომ ასეთი მაგარი ყოფილიყო. ხო ის ხო კაშკაშია რომ ამბობს მამარდაზე. რომ ეგეთი პროგრესი არ მინახავსო საერთოდ, იმიტომ რომ უცებო ტიპი რაღაც პერიოდი დაიკარგაო, წავიდა იქ მარჯიშობდა მამამისის გუნდში იქ რაღაც ის და ტიპი რო ჩამოვიდა სხვა როჟა გაიჩიტა ვაფშე რა და ხილოზე იწა. არა მართლა მონსტრია რა ჩეხეთთან რეები აკეთა ბიჭო ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან კაი რეაქცია. ყველაფერი აიღო. ფეხით თამაში თუ გამოადგა აქ ხა ანუ თუ ფეხით ათამაშეს ამდენი აქვს რეკორდი 11 აღებული ბურთი ერთ მატჩში, ხო? 11 ევროზე 11 ქონდა მე მგონია ჩეხეთთან. მე ხო შეიძლება ცოტა მეტი მახსოვს. როგორც მახსოვს 11 აღებული ბურთი აქვს. არა 16 ის არის რა ქვია ვაფშე. 16 მსოფლიოს რეკორდია იმის ხოვარდის. და რაღაცა ახლოს იყო მაგასთან. 14 ალბათ. ძალიან ჩეხეთთან რეებიც გამოაზრო, არა მარტო ჩეხეთთან კაცო. პორტუგალიასთან რო კადრში ჩდება ის გაუგდო პენალტი დაგვინიშნეს. მეგონი იმან დაუწყო ბაიანში პალანია თუ რო დაუწყო და უცებ რო კადრში თვითონ რო ამბობს რო ის რა ქვია. ნანახი გაქვს მან მეგონი იმათთან იყო კაცებთან ის რა ქვია, იყო ეკითხება, ეგ როგორ აიღეო რაღაც და ხო, რომ ვიდეო რო ვნახე, მეც გამეკვირდა ცოტა უცნაური. მანამდე არ მეგონა რომ ეგეთი კაი სანახავი იყო და არავინ არ ჩანს. მართლა ძალიან მაგარი რაღაცა. ეგ იმიტომ რომ ბიჭო ის არის რა. თამაშზე ვიყავი და ესეთი ბედნიერი ვარ, რომ აი მაგ თამაშზე რო ვიყავი, ალბათ მაგითი ვარ. ყველაზე მეტად გვისწორდება საბოლოო ჯამში ის, რომ სადაც არ უნდა წავიდეს ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელი, რომელ გუნდშიც არ უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში ადგება ნაკრების თემას რა და მაგრამ აქ შიდა ჩემპიონატი რაღაც იმედი რო გამოგვიშთა ხო იცი რომ საბოლოო ჯამში რაღაცა შეშველება ძლიერ ჩემპიონატში და ჩემპიონატის გარეშე კარგი ნაკრების გაკეთება არ შეიძლება მაგრამ ეს ტიპები იმდენად ნიჭიერები გამოდგნენ რომ მალე წავიდნენ რა მაგრა გაგვიმართლა ეხლა არის რაც ხდება ისე რომ გაგვიმართლა რა კი ბევრ რაღაცაში გაგვიმართლა შიდა ჩემპიონატში ვინ არის ხა ყველაზე ძლიერი გუნდი შენი გულშემატკივრობით არ გულისხმობ აი ნუ ციფრებით იბერია ჰა ციფრებით იბერია არის ყველაზე ძლიერი მე ვარ მე გეტყვი რომ ბოლო თამაში რაც ვნახე იბერიასი პირველი და ბოლო პალმოსთან საშინელება იყო კი ძალიან სუპერთასზე ცუდად ითამაშა ძალიან გულშემატკივრო ფრავი ხარ როგორც უნდა ისე გაიგოს ნებისმიერ მაგაც მაგრამ თამაში თვითონ ძალიან მეწყინა რა იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ვერ დავინახე ყველაზე ძალიან ცუდი რაც არის ხალხი იყო საკმაოდ მისული. კი. არა, ეგრე არ დადის რა. ეროვნული ლიგის თამაშები, ეროვნული ლიგის გუნდზე ეგრე თამაშები არ მიდის, ვიცი რომ ის რაღაცა მაინც ევროტურნირების შესარჩევებს რაღაცებს დადიან. მაგდენი ხალხი არ დადის ხოლმე რა. ხო, არა, ხალხი მოვიდა. კიდევ მირჩენია რომ 6-0 წააგონ. და ვნახო რომ აი პატკატებს კი, ხო, სახის იხევენ. ხო, რა. ყვითელი არ გვაქვს მიღებული მაგ თამაში თუ არ ვწდები. აი ვაფშე ანუ ბრძოლის ნასახი არ იყო საერთოდ. აი ვიღაცა ჩუვაკი შემოვიდა იქ ფერადკანიანი და გვიტრიალა ერთ-ერთი კაცი მოტყო გოლი გაგვიტანა. მანამდე იცკაპ რაღაც უბრალო გოლები შეგვიგდა. აი ის არ იყო რა. მუღამი. ომი ხო, ანუ ჩვენი მხრიდან არ იყო. კი, შოხედან ახევარს რო გასწრებოდნენ, ერიდებოდა თამაშით იყო. შარშან დავდიოდი დინამორის თამაშზე, ჩვენი მეგობარი არის ნაკრების ექიმი. მაგრამ მითხრა რომ ძალიან მაგარი ბიჭები თამაშობენ დინამო 2-შია. მეგობარი დავით ახარაბაძე. წავედი დინამორის თამაშზე ვნახე. მეორე მესამე სტომარი იყო. ისე უწყაპუნებდნენ ეს ბავშვები, ისე უწყაპუნებდნენ და მწვრთნელი მიწყავდათ, ვისაც არ უნდა მიიღო გუნდის ბურთი, ყველას ეუბნებოდა რომ წინი არის, ანუ უკან არაო, წინი არის, ანუ ყველას მარცხენა მცველს, ცენტრალურ მცველს, ყველას ეუბნო წინ წადი რა, წინ წადი. არ გამოგივა კიდე წინ წადი, გამოგივა, შანსი არ არის, ანუ ოდესღაც გააკეთებ მაგას რაც მინდა მე რა. და ბიჭო, იმდენად კარგ იმათ მეჩვენა ეს რა, ფეხბურთელისთვის რომ ანუ წვრთნელი რომ რაღაც პროფესიული ლიგაა რა, მეორე ლიგა, დინამო 2-ია, ლიგა 2-ში თამაშობდნენ რა, რაღაცა მომენტში დინამო 2 უფრო მომწონდა, ანუ იყო საშიშროება დინამო 2 გადმოსულიყო, დინამო გავარდნილიყო, ნუ ისე დინამო დარჩებოდა, ანუ წესდებით არ შეიძლება, მაგრამ ბევრად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ ეს ბავშვები რა. ახლა არიან დინამოში ეს ბიჭები. გაგონილება, რომ დინამო 2-ს მოუგია დინამო. კი, ანუ ახლა არიან დინამოში ეს ბავშვები რა.
ხო და ეს აკადემია თვითონ დინამოსი რასაც აკეთებს, რომ იგივე რო გააკეთოს სიტყვაზე ქუთაისმა, ბათუმმა, ზუგდიდმა, სხვა ქალაქებმაც რო გააკეთონ, ჩვენ იმის პრობლემა არ გვექნება, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ყველა ეროვნულ ნაკრებში შევსება მოგივიდეს. ანუ დასავლეთ საქართველოსთან რომ დასავლეთ საქართველოს ამწოთას რომ რაღაცა სპორტ სკოლა ფეხბურთელს ვერ ზრდის, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს, ეგ არის ცუდი. მესმის რომ ქუთაისელიც არის, ოზურგეთელიც არის, ლანჩხუთელიც არის დინამოს აკადემიაში, მაგრამ იქედან რო არ მოდის ტიპი. ხო. ანუ ტორპედომ ვერ გაზარდა სიტყვაზე ზუგდიდმა ვერ გაზარდა. რაც მეტი იქნება რაოდენობა და უკეთესი იქნება ჩვენთვის რა ქუთაისშიც გააკეთეს აკადემია ძალიან მე მაგ კარგი იდეა ძალიან რომელიმე ქართულ ვინც აითვისებთ არ ვიცი ქუთაისის ტორპედოს უფრო მიმართავდი რომ თუ გინდათ რომ სპონსორად რამე ლუდი შემოვიდეს ცოტნე დაიმატეთ ძალიან მაგარია მეორე არა მესამე მეკარეთ წავა არ მგონია რომ თქვენ მეკარეს სადმე ისეთი გრანდიოზული პენალი ქონდეს გატანილი როგორც ცოტა მე დავამატებდი აი ეხლა მე რო ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტი ვიყო მე ვიყო ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტი ვიყო მე ვიყო ტრაკიშვილი ქუთაისის პრეზიდენტი გერაცოში ჰა აბარა აუ ბიჭო რა მაგარი იქნებოდა მაგარი ცა და ჩემმა კლასელმა იქნება ტაქსისტი მშობელად შობელთა კრებაზე მოიყვანა ტაქსისტი ყველა ვიცნობდით მამამის ანუ თელი კლასი რა და რომ მოიყვანა ვერიცა მასწავლებელიც იცნობდა რა და სხვა ტიპი გაეჩიტა რა ანუ მანამდე ხო იყო კაცი მოიყვანა ისაბირო და ყველა ხოლანძა ეს კაცი ხუთლარად მოიყვანათ რაღაცა ყველა ხოლანძა დირექტორს ასომლაძე და ამანაც ხო იცოდა ანუ მასწავლებელი ფიქრობს რომ შეიძლება დაშორდნენ და სხვა ტიპი გაიჩიტა და ანუ და მან ანუ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება არც ემოსო თუ რა ვიცი რა იფიქრა და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება ბატონო ცოტა შრომა ჩასადები ამ ბავშვი და ნიჭიერი ბიჭია ყველა მლანძღანო თელმას ყომა მლანძღა და რო გამოვიდა გარეთ თვითონ ყოველდღე 5 ლარი დაამატე. ისე მლანძღეს რომ 5 ლარი დამიმატე 5 ლარიო. კიდე იაფში გამოსულა რა გინდა 10 ლარად ეგრე თუ გაასწორეს მიწასთან 10 ლარად ლანძღეს ძალიან ლანძღეს. თანდაჩვენ ვიცოდი და შენიერი ბიზნეს იდეა. მაგარი. ტაქს დაუმატოთ ჩვენ ახლა ტაქსი იძახებ და ჩერესთან შობელთა კრებაზე შეგიძლია შეიყვანო გაილანძღება შენ მაგივრად შენ პრობლემის მაგივრად ეკონომი პრემიუმი ბასლაინი და შობელთა კრებაში ტაქსის მომსახურებაში რო არის აო ეკონომი რო ეკონომი შობელთა კრება ცოტას რო ითმეს ლაზარს ცოტა ერთწუთი აი ისტორია ერთი წუთი შარიანი რაღაც და ამატებს თუ გავიდა შეფასებას რო უწერ მე მაგაზე რო მოგრეთ მეგობრებო უღრმესი მადლობა ალექს კიდევ ერთხელ შემოგვიყვანეთ მოდი გამომარჯოს თქვენს წამოწყებას შემოგევარჩებით და ბევრი საინტერესო სტუმარი ყოლოდეთ შემდეგ სტუმართან დავტოვებ შეკითხვას არ ვიცი ვინ იქნება ვა ეს რაღაცა მინდა რომ შემდეგმა სტუმარმაც დატოვოს შემდეგ სტუმარს ვკითხავდი ასეთ რაღაცას მარაგო ეგ შეიძლება აი ვინმე რაღაცა გავაცნოთ იდეოდა არ ვაჭყობოთ ეხლა არა მე მაგას არ ვკითხავ ძალიან გამეხარდება თუ იმღერებს რამეს კითხავ იმღერებს ანუ იმღერებს რამეს შეიძლება სურვილი იყოს მარტო კითხვა ეს გაბუ დამიმახსოვრე რა ანუ ესე იგი რა გვაქვს რომ შემდეგ სტუმარს უნდა ვთხოვოთ რომ რამე იმღეროს რამე იმღეროს რა გავახსნევინოთ კი საერთოდ ბატონო შემდეგ სტუმარს უნდა ვთხოვოთ რომ რამე იმღეროს და იცხოვოს რამე შემდეგი სტუმრისგან კი ბატონო ეგეც და აუ ალექს არის სიახლეების შემომტანი გაცვხრებულზე იყო საჩუქრით მოვიდა პირველად და უკანასკნელად ისტორიაში არავინ არ მეკითხა ხო მაგას შევხედოთ იმღერეს შემდეგი შედღებას მე გავერთე მაგ ბუშტების ოქტოპუსით კი და ის რა ქვია ყველაზე უცნაური კომენტარი რომელიც იქნება მართვის მოწმობის დაკარგვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ეგეც და სხვა დანარჩენი რაც იყო აქტუალური კიდე ეგ და საუკეთესო კომენტარებს ამოვარჩევთ კიდე ამ გადაცემიდან მოკლედ გავუმარჯოს მაყურებელს და მადლობა ალექსის მოკლედ უღრმესი მადლობა მეგობრებო გაგიმარჯოთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში იაქტიურეთ და უღრმესი მადლობა მეგობრებო გაგიმარჯოთ იაქტიურეთ კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იყავით ჩვენთან ერთად მადლობა ჩვენს წარმგეს ლუდისას და ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას. გაგიმარჯოთ. ოქროს სიტყვები იყო მე. მომელი ეს სიტყვები და 10 მეგობარს უნდა გავუგზავნო.